საღამომშვიდობისა, რა თქმა უნდა, პოზიცია დღეს კვირის მთავარ მოვლენებს დაუთმობს ეთერს ჩვენ სტუმრებთან ერთად. უბრალოდ მანამდე ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ, თუ რატომ ვარ მე დღეს ამ სტუდიაში. საქმე იმაშია, რომ ნინო შუბლაძე მივლინებით იმყოფება Deutsche Welle-ს მიწვევით საერთაშორისო მედია ფორუმზე, ამიტომ დღევანდელ გადაცემას მე წარუძღვები. პოზიცია პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში უკვე სტუმართან ერთად დაბრუნდება. ვალდებულებების ქარტია ანუ სამოქმედო გეგმა, რატომ დადგა დღის წესრიგში კიდევ ერთი დოკუმენტი გაფორმებული იყო საჯაროდ და რა ვალდებულებებს იღებს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ამ დოკუმენტში არის მოცემული როგორც დღევანდელი რეალობის შეფასება, ასევე ჩვენი ხედვა მომავალი საქართველოსი. ჩვენ ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ძალა ვართ ერთმანეთის მაკონტროლებელი. სწორედ ეს პასუხისგებლობა რო არ გამოიჩინა სააკაშვილის რეჟიმმა და სააკაშვილმა თავის თანაგუნდელებთან ერთად, იმიტომაც ამ მდგომარეობაში. როგორ ხედავს მომავალ საქართველოს ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ქარტია შეუერთდა და რა ვერ დაინახეს ამ დოკუმენტში იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც პოლიტიკურ ვალდებულებებს ხელი არ მოაწერეს. არაფრით განსხვავებული დოკუმენტი არ არის წინამორბედი დოკუმენტებისაგან. გამოსავალი ერთადერთია სააკაშვილის წასვლა და კრიზისიც განიმუხტება და ჩიხიდანაც გამოვა ხელისუფლება. ორთვიანი აქციების შედეგი შეცვლის თუ არა სტრატეგიას ოპოზიცია და შედგება თუ არა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელისუფლებასთან. პოზიციაში არიან საქართველოს აბსოლუტური დავით გამყრელიძე და იოსებ შატბერაშვილი ლეიბორისტებიდან. გახდა თუ არა ოპოზიციის შიგნით განხეთქილების მორიგი მიზეზი ზურაბ ნოღაიდელთან დაწყებული კონსულტაციები. ნოღაიდელთან ნამდვილად ვერ გავერთიანდებით, იმიტომ რომ ჩვენ ფულზე არ ვიყიდებით. ეს ალბათ რაღაცა პირადულია. რაღაცა სულიად სუბიექტურია, დამოკიდებულება მაისაშვილის მხრიდან, რომელიც არანაირად ობიექტური არ არის. მარტო თუ პარტნიორებთან ერთად შეარჩევს თუ არა ექს-პრემიერის პარტია თანამოაზრეებს არასაპარლამენტო ოპოზიციაში, სად ეძებს დასაყრდენ ძალას ზურაბ ნოღაიდელი და როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ხელისუფლების ძლიერი ცვლილება და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. როგორ შეიცვალა ექს-პრემიერის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვა თავრობიდან ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი პოზიციაში. კიდევ ერთი შეთავაზება აქციის ორგანიზატორებს და პასუხი ხელისუფლებას. მოლაპარაკებების რა ახალ ფორმატს თავაზობს მართველი გუნდი ოპონენტებს. ბოლო დღეების განმავლობაში პრაქტიკულად არანაირი მინიშნებაც კი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა შესაძლო შეხვედრაზე. ოპოზიციას აღელვებს ქართული ეკონომიკის პრობლემები, უზრუნველყოთ ანტიკრიზისული ფორმატით მათი შეხვედრა პრემიერთან. ანუ ჩვენ მზად ვართ საუბრიდან გადავიდეთ საქმეზე. დაწინააღმდეგებს წარადგენს ხელისუფლება თუ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგება, როდემდე არ იმუშავებს საქართველოს პარლამენტი და როდემდე გაგრძელდება ნერვების ომი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. ოპოზიცია უნდა წამოვიდეს რეალურ შემოთავაზებებზე, რომ შევცვალოთ ერთად კონსტიტუცია. დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ისინი ჩვენი ოპონენტები არიან. ხვალ მათ არ ჩანს. პოლიციის სტუდიაში დღეს ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. პოზიცია პირდაპირ ეთერში ბრუნდება, მას ასე ვალდებულებების ქარტია, რატომ გააფორმა ოპოზიციამ ახალი დოკუმენტი და რატომ არ შეუერთდა ამ დოკუმენტს ოპოზიციის ერთი ნაწილი. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ალიანსის საქართველოს ლიდერი ბატონი დავით გამყრელიძე. საღამომშვიდობისა ბატონ დავით, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩვენს გადაცემაში. ბატონ დავით, სიმართლე რომ გითხრათ, მე გამიჭირდა ზუსტად დამეთვალა, რიგით მე რამდენი დოკუმენტს მოეწერა ასე საჯაროდ ხელი. რატომ დადგა დღის წესრიგში რომ ეს ქარტია გაფორმებულიყო? საღამომშვიდობისა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება ამ დოკუმენტს, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ცოტათი დაგვიანებულიც იყო ასეთი დოკუმენტის გამოქვეყნება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისმის კითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური, როგორც ჩვენ საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში, რა იქნება სააკაშვილის შემდგომ. იმიტომ რომ ერთია, რომ საზოგადოებას ამომრჩეველს მოქალაქეებს არავის დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში აღარ მოწონს ის თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, რა მდგომარეობაში საქართველო, რა მდგომარეობაში ადამიანის უფლებები, საკუთრება, საარჩევნო სისტემა, სასამართლო და ასე შემდეგ არ ჩამოვყვები მე ყველაფერს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ საჭიროა ამ ყველაფრის შეცვლა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს მკაფიოდ რა იქნება ხვალ სააკაშვილის შემდგომ პერიოდში. ანუ იყო თუ არა ეს გარკვეულწილად თუნდაც საზოგადოების ან დასავლელი პარტნიორების ასე რბილად რო თქვა ზეწოლის შედეგი, იმიტომ რომ აქამდე ვერ ხედავდნენ თქვენ სამოქმედო გეგმას. არა, ეს იყო დაკვეთა საზოგადოების ზეწოლა, მოდით ავთქვათ, მაგრამ პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები ყოველთვის ასრულებენ იმ დაკვეთას, უნდა ასრულებდნენ, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ბუნებრივია
შეიძლება ლეგიტიმურია ეს პრეტენზია, მე უკვე აღნიშნე რომ აქამდე რატო არ გამოქვეყნდა ასეთი ხედვა, ასეთი მკაფიო ვალდებულებები ყველა მიმართულებით, მაგრამ მე მგონი ის რეჟიმი, რა რეჟიმიც მოღვაწეობდა და მოღვაწეობს ოპოზიცია, გარკვეულ გამართლებას გვაძლევს შენ რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება, ჩამოყალიბება ესე თანმიმდევრულად ყველა იმ ვალდებულებისა, ეს არის საკმაოდ ისეთი მოცულობითი დოკუმენტი თქვენ აგიგებთ, სადაც არის როგორც შეფასება არსებული რეალობისა, მდგომარეობისა, ასევე ის ძირითადი პრინციპები, რა პრინციპებითაც მოხდება მედიის განთავისუფლება, სასამართლოსთან დამოკიდებულება როგორია, ჩვენი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, დასავლური ღირებულებების მიმართ, რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ცალ-ცალკე პარტიებს ესეთი პროგრამები ყველას გააჩნია, მაგრამ ერთობლივად აი ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია და მე იმავე დღეს ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, რა გარანტიაა რომ ეს ყველაფერი შესრულდება. გარანტია არიან, გარანტად დგებიან თავად ხელმომწერები, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებაში ვერ მოვა და ის ნაწილი, რომელიც არ იქნება ხელისუფლებაში, ყველაზე მკაცრად გააკონტროლებს და მონიტორინგს დაუწესებს ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალებს და თქვენ ჟურნალისტები და შესაბამისად საზოგადოება. იმიტომ რომ ოდნავ თავისუფალ პირობებში, როდესაც პოლიტიკოსი, ხელისუფლება დამოკიდებულია საზოგადოების მხარდაჭერაზე, არჩევნების დროს და არჩევნებს შორის პერიოდში, შეუძლებელი იქნება პოლიტიკური ძალისთვის და პოლიტიკური ხელისუფლებისთვის ამ ვალდებულებებიდან გადახვევა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვას, ამ დოკუმენტით თუ რა იქნება სააკაშვილის შემდეგ წერტილი დაესვა, ეხლა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე ეს პროცესი მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, რომლის დასასრულიც არის ჩემის აზრით სწორედ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევანი. მე მინდა მე აქ ამოწერილი მაქვს უბრალოდ რამდენიმე პუნქტი ამ დოკუმენტიდან, ეს არის დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიცია და საზოგადოების კონტროლი, საკუთრების ხელშეუხებლობა, დამოუკიდებელი მედია. თუმცა მე გაშლილია, მინდა რომ ტელემაყურებელს განუმარტოთ, ეს არ არის უბრალოდ ჩამონათვალი ამისა, არამედ გაშლილია მაქსიმალურად გაწერილი. თუმცა გაჩნდა მეორე მოსაზრებაც იგივე ოპოზიციას შორის, რომელმაც არ მოაწერა დაუშვათ ხელი ამ დოკუმენტს, ის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს ის მოვალეობებია, რომელიც ყველა მთავრობამ უნდა შეასრულოს და ამის დაუშვათ წინასწარ დეკლარირება საჭირო არის. ვეთანხმები ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ მე არ ვხედავ მათში ოპონენტებს, არამედ ჩემს კოლეგებს, მაგრამ სამწუხაროდ სააკაშვილის 5 წლიანმა მმართველობამ ისევ წარმოაჩინა საჭიროება ასეთი დეკლარაციის, ასეთი ვალდებულებების ჩამოყალიბებისა, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ, რომ ყველაფერი ის თითქოს მაგალითად მედიის თავისუფლება. ზოგადად თქვენ მეკუთვნით იმ ჟურნალისტთა თაობას, რომელმაც შევარდნაძის რეჟიმის პირობებში, როდესაც ბევრი რამ იყო მიუღებელი, აბსოლუტურად თავისუფლად მაუწყებლობდით და იყავით ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელევიზიის რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და იყო ასეთი ძალიან ბევრი ტელევიზია, სადაც ხდებოდა ძალიან ღიად ხელისუფლების კრიტიკაც, აბსოლუტურად თავისუფალი იყო სახელმწიფო დაკვეთისგან და იყო ესეთი ძალიან ფართო საშუალება ოპოზიციისთვის, საზოგადოებისთვის რომ წარმოეჩინა თავისი აზრი და შეხედულება. ეს ყველაფერი დაიკარგა, რასაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ მოხდებოდა სააკაშვილის პირობებში. თუმცა მე ზუსტად ვიცოდი და ნათელი იყო ის. ანალოგიურად სასამართლო ბატონ დავით ჩვენ საკამათოდ ხო არა ვართ მოსული. მე ამ შემთხვევაში არ ვკამათობ თქვენ გადაცემაზე, მაგრამ იცით რომ პრეტენზია მაქვს საინფორმაციო პოლიტიკაზე, რომელიც არის ყველაზე მეტად საზოგადოებრივი აზრის ჩამომყალიბებელი. ფაქტია, რომ ყველა ის თითქოს და სტანდარტული დემოკრატიული ვალდებულება და ინსტიტუტი, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი არჩევნები, ეს ყველაფერი დღეს არის თავარი პრობლემა. თავარი გამოწვევა ქართული სახელმწიფოს. და ის რაც დღეს ამ მდგომარეობაში არის ჩვენი ხალხი, როდესაც უმუშევრად არის დარჩენილი ასეულ ათასობით ადამიანი, როდესაც პრაქტიკულად უფლებება აყრილია, უამრავი მოქალაქე, საკუთრება წართმეული, ციხეებში უდანაშაულო ადამიანები, არ ჩანს პერსპექტივა როგორ დასაქმდებიან, ჯანდაცვის სფერო არის პრაქტიკულად გამოშიგნული და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე დარჩენილი, ის რაღაცა ხუთლარიანი დაზღვევის პროექტმა და ავანტურამ სრული ფიასკო განიცადა ამ პირობებში.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისევ და ისევ ამ პრობლემების მოგვარება გადის სწორედ აი ამ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. როცა იქნება თავისუფალი მედია, მე გუშინ რუსთავში მიტინგზე ვსაუბრობდი, რატო არის მნიშვნელოვანი მედია თავისუფალი? როცა არ არის თავისუფალი სასამართლო, როდესაც არ არის თავისუფალი არჩევნები, როდესაც არ არის ნამდვილი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტის სახით. მედია რჩება ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის ერთადერთი დაცვის მექანიზმი. ამიტომ ყველა აი ამ ინსტიტუტის, ყველა ამ დემოკრატიული მექანიზმის ამოქმედება არის გარანტი იმ ჩვენი სოციალური პრობლემების მოგვარებისა, რომელიც დღეს საზოგადოებას ყველაზე უფრო აწუხებს. იგივე სტაბილურობა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია. უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ხო მაინც შედეგი გახდა იმ ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა, იმ ერთპარტიული მმართველობისა, რომელიც მივიღეთ სააკაშვილის რეჟიმის სახით. ანუ იმ პოლიტიკურ პლურალიზმში და ბალანსში პოლიტიკურში არის გამოსავალი იმისა, რომ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში დაზღვეული იყოს აი ასეთი გაუთვალისწინებელი კატასტროფებისგან, რა მდგომარეობაში ჩვენ ჩავარდით აგვისტოში. ეს თემა რომ ამოვწუროთ, უბრალოდ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. თუ გქონდათ თქვენ საუბარი იმ ლიდერებთან, რომლებიც ქარტიას არ შეუერთდნენ, რა იყო მათი, როგორი იყო მათი პოზიცია? საუბარი არ მქონია, ეს ქარტია ღიაა და მე ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ თუ ჩვენი კოლეგები, იგივე ლეიბორისტები არ უერთდებიან, იმიტომ რომ ჩვენ შეთანხმებული ვართ. ჩვენ ყველანი ხელმომწერები, იგივე ლეიბორისტური პარტია, იგივე კონსტანტინე გამსახურდია და ყველა პოლიტიკური რეალური ძალა, ვინც ოპოზიციას წარმოადგენს, ერთ მთავარ მიზანზე. ეს არის სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამაზე ჩვენ არ ვკამათობთ. და ვინც რა ესახება რაღაც ნაწილმა, დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ასეთი ქარტია საჭირო იყო. მე პატივს ვცემ ლეიბორისტების პოზიციას, რომ ჩათვალეს, რომ არ არის ეს საჭირო, მაგრამ ჩვენ მიზანში ვართ ერთნი, სტრატეგიაში თითქმის ერთნი ვართ, მაგრამ ტაქტიკურად ვინ რა ფრონტზე როგორ გადაინაწილებს ფუნქციას, ეს მე მგონი ამდიდრებს ამ ბრძოლას, გვაახლოებს ამ მიზანთან და არ გვაცილებს. ამიტომ მე ნამდვილად ვერც გავაკრიტიკებ, ვერც შენიშვნას ვერ მივცემ, პირიქით, მე მოხარული ვიქნები, რაც უფრო აქტიურად იბრძოლებს ამ მიმართულებით ლეიბორისტული პარტია, თითოეული აქ ხელმომწერი პარტია, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი პოლიტიკური ძალა, ესენი არიან კონკურენტები. აქციებიდან ორი თვის თავზე, თავად ოპოზიციაში, რადიკალურ ოპოზიციაში არის ცვლილებები. მაგალითად, გუბა სანიკიძე, რასიშავს რადიკალური ოპოზიცია იქნება ამიხსნათ ეს ტერმინი, სულ მინდა გამოვიძიო და ვიცი ზუსტად რომ სახელმწიფო კაბინეტებში არის გადაწყვეტილი ეს პიარ გეგმა, რომ თქვენ დაგვარქვათ ჩვენ რადიკალური ოპოზიცია ხართ. დავით გამყრელიძე, თუ არის რადიკალური ოპოზიცია, ვინ არ არის რადიკალური ოპოზიცია მითხარით რა. და არის თუ არა ის საერთოდ ოპოზიცია? საპარლამენტო ოპოზიცია მაგალითად, მე შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ალასანია არ არის რადიკალური ოპოზიცია. და როგორი იმ ჯგუფის წევრია ირაკლი ალასანია და იმ ალიანსის თავმჯდომარეა, რომელსაც მე წარმოვადგენ. ის რადიკალურ გადაწყვეტილებებში ძალიან ხშირად არღებულობს მონაწილეობას. რა იგულისხმება რადიკალურ გადაწყვეტილებებში? გადაკეტვის მაგალითს მოვიყვანე. მე მინდა სრული განაცხადა ირაკლი ალასანია, რომ ჩემის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ნინო ბურჯანაძის მხრიდან, ზვიად ძიძიგურის მხრიდან, ეკა ბესელიანის მხრიდან, ვინც ჩვენ მონაწილეობდით და ვინც ვიყავით იმ წუთში ინიციატორები ხალხის დაძვრისა, ეს იყო ერთადერთი სწორი და პასუხისმგებლობით გამშვალული გადაწყვეტილება და მე ხვალაც რო იგივე მდგომარეობაში ჩავდგე, ხვალაც აბსოლუტურად გავაკეთებ იგივეს, იმიტომ რომ თქვენი ალიანსის ლიდერი კატეგორიულად გაემიჯნა მაშინ ამ გადაწყვეტილებას. კატეგორიულად არ გამიჯნია, მას აქვს ზოგადი შეფასება და მეც ვიზიარებ, რომ რა თქმა უნდა არასასურველია მაგისტრალების, რკინიგზის და ასე შემდეგ გადაკეთება, მაგრამ როდესაც სიტუაცია ბევრად უფრო მეც საფრთხეს შეიცავს და დაკვეთა არის ბევრად უფრო მეცზე, მაშინ ეს იყო და არის ყველაზე უფრო უმკივნეულო გამოსავალი. ამავე დროს მინდა განვაცხადო, რომ ორი თვის თავზე 9 ივნის ზალ სრულდება ორი თვე, რაც დაიწყო, აი ეს ძალიან მწვავე გამოსვლები და აქციები 9 აპრილიდან ორი თვე სრულდება. და 9 ივნის ჩვენ ვაპირებთ ძალიან დიდ აქციას და მოუწოდებთ ყველას, რომ 12 საათზე პარლამენტთან შევიკრიბოთ, იმიტომ რომ იმ დღეს ჩვენ გვეგმავთ ძალიან ორიგინალური და ძალიან მწვავე აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ აი ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ, საზოგადოება მოახერხა პირველ რიგში, რომ თავიდან აეცილებინა ის სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გვახსოვს ყველას და ეს იყო დიდი ტრაგედია და მეორე გამოსულიყო იმ სტერეოტიპიდან, რომელიც დაამკვიდრა მიხეილ სააკაშვილმა, რომ რაიმე შენობაში შეჭრა, შტურმი და აღება ნიშნავს ხელისუფლების აღებას და გამარჯვებას. ჩვენ ეს ორივე სტერეოტიპი დავანგრიეთ და უარი ვთქვით იმ წარუმატებელ გზაზე და მოვახერხეთ, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, კონსტიტუციური და კანონიერი ბრძოლის მეთოდებით
ძალიან სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში და დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სააკაშვილმა დაკარგა მხარდაჭერა, რომ საზოგადოება ითხოვს რეალურ ცვლილებებს, რომ ქვეყანაში არის უმწვავესი კრიზისი და კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია დღეს ელჩებთანაც ქონდა ძალიან ხანგრძლივი 2 საათიანი შეხვედრა, არის ერთადერთი. ეს არის ვადამდელი არჩევნები. იმიტომ რომ მეორე გამოსავალი, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა. კრიზის ძლევს ან მშვიდობიანი ვადამდელი არჩევნები, ან მას დაძლევს რევოლუცია და გადატრიალება. რევოლუციის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები ყოველთვის. ხოლო არჩევნები ეს არის გამოსავალი და მას აუცილებლად მივაღწევთ და დღეს სხვა ალტერნატივა არ აქვს არც ხელისუფლებას და ერთი მინდა ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით? ჩემთვის იყო შეურაცხყოფელი და არ ვიცი, ძალიან ცინიკური ბატონი ბახრაძის განცხადება გუშინ, როდესაც ოპოზიციამ კიდევ ერთხელ იგივე ირაკლი ალასანიამ დააფიქსირა მზაობა მოლაპარაკებებისთვის, დიალოგისთვის ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. და ამაზე პასუხი იყო იმ ხელისუფლების წარმომადგენლისა, რომელიც მუდმივად სპეკულირებს დიალოგის თემით, რომ თურმე თუ ჩვენ რამე გვინდა, აი საკონსტიტუციო კომისიაში უნდა ჩავერთოთ. მაპატიეთ ძალ, მაგრამ ამ ქვეყანაში კანონმდებლობის და კონსტიტუციის პრობლემა კი არა. ეს ხომ დიალოგის პარალელური შემოთავაზება იყო და მე თუ ახსნა დამთავრებინეთ, უბრალოდ გამიჭირდება ტელემაყურებლისთვის ახსნა რას გულისხმობ. ამ ქვეყანაში შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუცია თავისი იქ დაწერილი პოსტულატებით არის ერთ-ერთი საუკეთესო. მეორე თავი მაგალითად ადამიანის უფლებები არის ერთ-ერთი საუკეთესო ალბათ სოფლიოში. მაგრამ ადამიანის უფლებების რა დოზით იღო ამ ქვეყანაში, მე მგონი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, Human Rights Watch იქნება თუ ასე შემდეგ, აფიქსირებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ანალოგიურად სასამართლოს დამოუკიდებლობა. ჩვენ რო ავიღოთ კანონი და კონსტიტუცია, ამ კანონის და კანონმდებლობის თვალსაზრისით სასამართლო აბსოლუტურად დაცულია, ხელშეუხებელია, ჩარევა არის აკრძალული, მაგრამ ყველა ვიცით რა ხდება. ეს გავს ძალიან სიტუაციას საბჭოთა პერიოდის, როდესაც კონსტიტუციაში ყველაფრის უფლება ჰქონდა ყველას, მათ შორის რესპუბლიკების გამოყოფის, არ ვიცი თქვენ ჩემზე ახალგაზრდა ხართ, შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. ზუსტად ამ რეჟიმში ვართ. ჩვენ თუმცა კანონის კონსტიტუციის შეცვლა კიდევ ერთი რამ შემოგთავაზოთ, გუშინ ეს იყო ეკონომიკურ თემებზე საუბარი პრემიერთან. რამდენად ვისაღებია თქვენთვის ასეთი ფორმატით შეხვედრა? მინდა გითხრათ რა, რომ ეკონომიკაში არის უმძიმესი სიტუაცია და ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ რასში ხარჯავს და როგორ ხარჯავს ამ ბიუჯეტს საზოგადოებამ საერთოდ არ იცის. ცოტა ხნის წინ ბიუჯეტიდან ჩემი ინფორმაციით 50 მილიონი ლარი მიეცა სახალხო ბანკს, რომელსაც დღეს აკონტროლებს და ფლობს ვანო მერაბიშვილი, იმ საბაბით და არგუმენტით, რომ ჭარბი ფულია და ეხლა საჭირო ბანკებისთვის დახმარება. ეხლა 2 დღის წინ გვიცხადებენ, რომ ხაზინაში ფული არ არის, 250 მილიონი ბანკებიდან უნდა ისესხოს სახელმწიფომ და მზად არის სახელმწიფო, რომ ის პროცენტი გადაუხადოს, რასაც ბანკი მოითხოვს. ესე იგი, რა გამოდის, რომ რაღაც დაბალ პროცენტში მისცეს სახალხო ბანკს და ეხლა უფრო მაღალ პროცენტში უკან უნდა გამოართვან და რა კორუფციული გარიგება, ხაზინაც არიელია, ფული არ შემოდის, პრივატიზაციის პროცესი არ მიდის და ყველა ინვესტორი არის გაქცეული აქედან, იმიტომ რომ ხელისუფლება არის არაპროგნოზირებადი, სტაბილურობა არის შეუძლებელი სააკაშვილის პირობებში. ბატონო, ამ საუბარზე ჩვენ აუცილებლად დავუსვათ შეკითხვას მიხეილ მაჭავარიანს, რომელიც ჩვენ ეკონომიკაზე უბრალოდ მე მინდა აქციების თემა განვაგრძო ისე. ოპოზიცია, მაგრამ ეკონომიკაზე უნდა ვთქვა, რომ გამოსავალი ეკონომიკისთვისაც არის ისევ და ისევ რწმენის და იმედის დაბრუნება ინვესტორისთვის, საზოგადოებისთვის, მეწარმისთვის და ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ცვლილების პირობებში. როგორც ამერიკამ კრიზისის დასაძლევად არჩევანი გააკეთა რეალურ ცვლილებაზე ბუშიდან ობამაზე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არის კრიზისი, იცვლება არჩევნების გზით ხელისუფლება, ისე მით უმეტეს საქართველოში, რომელმაც წააგო ომი, დაკარგა ტერიტორიები, შეეწირა ამდენი ადამიანი, ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. პრაქტიკულად იზოლაციაში ვართ და დღე-დღეზე ჩვენ შეიძლება აქ შეგვიწყდეს გაეროს მისია. ეუთოს მისია შეწყვეტილია, იქნება გაეროს რეზოლუცია და დიდი ალბათობით საქართველოს შეწყდება გაეროს მისია, რომელსაც წლის ბოლომდე მოყვება ევროკავშირის მისიის შეწყვეტა. თუმცა სად მივდივართ რა? ქვეყანა არის სულ იზოლაციაში და ეს არის სწორედ სააკაშვილის მმართველობის შედეგი. აქედან გამოსავალი არის მისი წასვლა, აქედან გამოსავალი არის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მასთან ერთად საპარლამენტო არჩევნები და ხალხის დობით და მანდატით აღჭურვილი ახალი ხელისუფლება იქნება ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენ შევეჭიროთ ამ პრობლემებს. მზად ხართ თუ არა რომ დასკვნეთ სასაუბრო პრემიერ-მინისტრთან?
პრემიერ-მინისტრი დღეს ამ ქვეყანაში ზალ თუ ვინმე რამეს ეკითხება მე მზათა ვარ დავჯდე მაგრამ მას არავინ საერთოდ არაფერს არ ეკითხება ამ ქვეყანას ყავს თუ არა პრემიერ-მინისტრი არავის არ ახსოვს ამ ქვეყანას არც ერთი მინისტრი არ აყავს აყავს ერთადერთი მინისტრი ეს არის ვანო მერაბიშვილი ის არის ჯანდაცვის მინისტრიც რომელიც მოვალეობის შემსრულებელს ავალებს რომ წავიდეს და ინახულოს მხოლოდ დაშავებული პოლიციელი რომელიც უფორმოდ მიდის და არბევს მომიტინგებს ვანო მერაბიშვილი თუ ის წარმოადგენს რეალურ ხელისუფლებას დავჯდები მოსალაპარაკებლად იმისთვის რომ მან აღიაროს ეს კრიზისი ხელი მოაწეროს სააკაშვილის გადადგომას და ბადამდელ არჩევნებს. კარგი, ბატონო დავასრულებ. თავდაცვის მინისტრის არის ვანო მერაბიშვილი და გახსოვთ ეს მუხროვანის ამბოხი ეგრეთ წოდებული, როდესაც ჩვენი მამაცი ჭრალებში სააკაშვილი მივიდა ვითომ ამბოხებულ ნაწილში და იქ საერთოდ დაავიწყეთ თავდაცვის მინისტრის დაძახება, იმიტომ რომ იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა და არაფერს არ წყვეტს, რომ არავის არ ახსოვდა რომ თურმე სიხარული და თავდაცვის მინისტრიც უნდა იყოს ამბოხებულ სამხედრო ნაწილში. თუმცა დავიწყებულზე ჩანდა კადრებში იყო. რეალურად დავიწყებულზე მუხროვანში იყო კადრებში. ჩანდა გახსოვთ სააკაშვილი და გვერდზე უდგას ადეიშვილი და მერაბიშვილი და დავალებებს აძლევს ამ ორ მინისტრს. და იქ სიხარულზე არ არის. მე მეგონა გადაყენებული იყო. ასე რომ ამ ქვეყანაში არც ერთი სამინისტრო არ ფუნქციონირებს, აღარაფერი არ ფუნქციონირებს. ერთადერთი რაზეც დგას სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის ვანო მერაბიშვილი და მისი სპეცრაზმი 1000 კაცი თუ 1500 და ხართ თქვენ ტელევიზია. რუსთავი 2 პირველი არხი, რომლითაც ის ინარჩუნებს და ქმნის ილუზიას რომ მართავს ქვეყანას. ის ვეღარ მართავს ამ ქვეყანას. ირაკლი ალასანიამ ასეთი განცხადება გააკეთა რომ თავარი არის იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა არჩევნებზეა საუბარი. თქვენ თუ შეგიძლიათ უფრო ზუსტად გვიცხადოთ, რა არჩევნებზე ხართ თანახმა? მე ვარ და ახალი მემარჯვენეების სახელით შემიძლია გითხრათ. შემიძლია გითხრათ მთელი 9 აპრილის ორგანიზატორი პარტიების სახელით, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალი მე რაზე ვარ თანახმა და რაზე არა, ამაზე არ არის საქმე და ამაზე არ არის საუბარი, ამაში არ არის საქმე. თავარი არის რომ რა არის გამოსავალი. დღეს პრობლემის წყარო, მოდით შევაფასოთ, რა არის. ის რომ პარლამენტში არ არის ნორმალური წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა პრობლემაა. ის რომ თვითმმართველობა არ ვარგა, რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ გიგი უგულავა იქნება თუ არჩეული მერი, ეს ხო ამ კრიზისს ვერ დაძლევს. კრიზისი მოდის ერთი ადამიანიდან, ეს არის სააკაშვილი და მის მიერ შექმნილი პრეზიდენტო არჩევნებს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც თავს არის მოხვეული სასამართლოს, თვითმმართველობას, ხალხს, შიშის ქვეშ ყოფ ბიზნესს ყველას. ეს გამოსავალი არის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ხელისუფლება არ მოდის რეალურად ამ ულტიმატუმზე. ძალიან სიტუაცია რეალურად ქვეყანაში არ იცვლება. რატო არ არის პასუხისმგებლობა? რატო არ აკისრებს ჟურნალისტები თქვენ ქუჩაში ხართ აქციებს მართავს. რომდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? გეკითხებით. თქვენ როგორც ჟურნალისტ, მაინტერესებს, რატომ არ გიჩნდებათ ეს კითხვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლის ერთი კაცის თანამდებობას, ამბიციას, ახირებას უნდა გადაყვეს მთელი ქვეყანა? დღეს ხომ ეს სერიოზული დაკვეთაა ხალხის. ეს ხო რეალობისგან ერთადერთი გამოსავალია და მე მაინტერესებს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის სამაგალითო იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, უკრაინაზე მაქვს საუბარი, რომელიც მზად არის, იმიტომ რომ მისმა ოპონენტებმა საკონსტიტუციო რევოლუცია არ მოახდინონ და ქვეყნისთვის არასასურველი მოდელი არ მიიღონ პრეზიდენტის არჩევისა, მზად არის რომ გადადგეს და გააკეთა ამაზე განცხადება. დატოვოს თავის პოსტი, ვეღარ იყრის ის კენს პრეზიდენტის პოსტზე და მზად არის ეს შესწიროს თავისი თანამდებობა ქვეყნის კეთილდღეობას. რატო არ იღებს მაგალითს იუშენკოსგან დღეს სააკაშვილი? რატომ არის იუშენკოსთვის მისი ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სააკაშვილისთვის საქართველო? ეს არის უბედურება. მაგრამ ამ მოთხოვნაზე არის ძალიან როგორც ჟურნალისტს გითხრათ და გაგიზიაროთ. ირანში 12 ივნისს არის საპრეზიდენტო არჩევნები. ხა ირანში დემოკრატიის ხარისხი მე მგონი არ საჭიროებს მეტ განმარტებებს და მინდა გითხრათ რომ დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი აჰმეჯინადინი ატარებს პოლიტიკურ დებატებს, ტელედებატებს ყველა კანდიდატთან, 6 კანდიდატთან თითოეულთან საათ ნახევრის განმავლობაში. ირანზე საუბარი ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს ჩვენ ბატონო. შორს წაგვიყვანს. მე მინდა სააკაშვილი არის ბევრად უფრო ნაკლები დემოკრატიის ხარისხის მომხრე თუ უნარიანი რომ ეს მიიღოს თუნდაც ტელედებატების სახით, ვიდრე ეს არის ჩვენ მეზობელ ირანში, რომელსაც დიდად არ აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე. მე ამ შეკითხვას ცოტა სხვანაირად დაგესვათ მაშინ, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისი კომპრომისი იქნება ოპოზიციისთვის, რომ შეწყდეს აქცია?
არა, რა თქმა უნდა, არა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ მსხვერპლნი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისა, იმ გაყალბებისა, როდესაც არჩევნები ჩაატარა ვანო მერაბიშვილმა პრაქტიკულად და იგეგმა ყველაფერი მოდულის შენობაში და იქიდან იმართებოდა სათითაოდ ყველა მოქალაქე. თბილისში იყო 90% თუ 99 აღრიცხვაზე აყვანილი, ვინ უნდა მოსულიყო და ვინ არ უნდა მოსულიყო. ჩართული იყო კრიმინალური სამყარო, ის კრიმინალური, რომელიც თითქოს მოსპო და გაანადგურა სააკაშვილმა. ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო, რომელიც აყალბებდა პირადობის მოწმობებს და 100,000 ყალბი პირადობის მოწმობა იქნა დაბეჭდილი და თახნიშვილი, რომელიც ამ ყველაფრის განფორმებებელი იყო. პლუს ზემოდან მედია, რომელიც თავიდან ბოლომდე კონტროლდებოდა ხელისუფლების და მართველი პარტიის მიერ. ასეთ პირობებში საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ფარსი, რომელსაც თავს მოგვახევს სააკაშვილი. ამიტომ რეჟიმს უნდა დაესვას წერტილი, სააკაშვილი როგორც წყარო ამ რეჟიმისა უნდა წავიდეს და საქართველოში ავტომატურად გარწმუნდებით ჩატარდება თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. გამოსავალი თუ შედგა მოლაპარაკების, თქვენ ისევ ამ ერთადერთი მოთხოვნით წახვალთ მოლაპარაკებას. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების ერთადერთი თემა შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ არაერთხელ გამიმეორებია, ზალ შემიძლია ახლაც გავიმეორო. ჩვენი ხედვა, ჩვენი ანალიზი არის, რომ კრიზისის ამოწურვას, გადაჭრას ჭირდება სააკაშვილის გადადგომა, ჭირდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ საპასუხოდ მივიღეთ შემოთავაზება საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვისა, რომელსაც არავითარი ლეგიტიმურობა არ აქვს. მე ბატონი ავთო დემეტრაშვილი მინდა გავაფრთხილო ამ ეთერიდან, ის შეიძლება არის პროფესიონალი, მაგრამ მის ქმედებას დღეს არანაირი გამართლება არ აქვს სახელმწიფოებრივად, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ კონსტიტუციის ცვლილება შეიძლება მოხდეს, როდესაც არსებობს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი და მას არ აქვს არანაირი უფლება ერთი ჯგუფი მართველი პარტიის და მასთან დაახლოებული ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ჯგუფების მიერ დაკომპლექტებული კომისიის ხარჯზე გააკეთოს დასკვნები და შეცვალოს ძირითადი კანონი კონსტიტუცია. ასეთ ცვალა სააკაშვილმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს კონსტიტუცია და რა შედეგიც მივიღეთ ვნახეთ. ძალიან სერიოზულ პასუხისგებლობას იღებს ბატონი დემეტრაშვილი, რომელიც ამაზე აწერს ხელს და მე არ ვიცი მას რა თუ ღირს ასეთი დოკუმენტი და მე მოუწოდებ მას, რომ დროულად უარი თქვას ამ მისიაზე, რომელიც თავიდანვე განწირულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ უარი თქვას ასეთ კონსტიტუციურ ცვლილებაზე. დიდი მადლობა ბატონ დავით სტუდიაში მობრძანებისათვის, მას ასე ოპოზიციას არ ცვლის, ჩვენი სტუმარი იყო ალიანსი საქართველოს საცვლელი დავით გამყრელიძე. და ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს იოსებ შატბერაშვილს, ბატონო საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ბატონო ზაალ, მივესალმებით ტელემაყურებელს და მივესალმებით თქვენ სტუმარს დავით გამყრელიძეს და უდასტურებ მას განსაკუთრებულ პატივისცემას. ბატონო, თქვენ ხელი არ მოაწერეთ ქარტიას და დაასახელეთ კონკრეტული მიზეზებით, თუ რატომ არ მოაწერეთ ხელი. ეს არის განსხვავებული საგარეო პოლიტიკა და უაქცენტობა სოციალურ პრობლემებზე. თქვენი პარტიის წარმომადგენელმა ნესტარ კინთაძემ ასეთი ტერმინიც კი გამოიყენა, ხელისუფლების ნავში მონებივრე ოპოზიცია. თუ შეიძლება უფრო დაწვრილებიც რომ გაგვიმარტოთ, რა გახდა ლეიბორისტების თავშეკავების მიზეზი? ბატონო ზაალ, მოდით ნუ დავყოფთ ასე, ვინ მოაწერა ქარტიას ხელი და ვინ არ მოაწერა ქარტიას ხელი. ჩვენ მრავალ დოკუმენტზე გვაქვს ხელი მოწერილი, მე გაგახსენებთ საგურამოს მანიფესტს, გაგახსენებთ სულ ცოტა ხნის წინ 12 მარტს ხელმოწერილ საზოგადოებრივი ეროვნული თანხმობის დეკლარაციას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ამავე დროს ჩვენ მიღებული გვაქვს აი ასეთი ფორმით. ამიტომ გაჩნდა ეს კითხვა, რომ თქვენ ყველა მანიფესტს და ქარტიას ერთი წუთით მე პასუხობ ზაალ და თუ შეიძლება დავამთავრებ და შემდეგ თუ კითხვა გაგიჩნდებათ ჩემი განმარტების შემდეგ კითხეთ. ჩვენ მიღებული გვაქვს ამავე დროს აი ასეთი ფორმით, ეს არის მეტეხის დეკლარაცია და დღეს სხვათა შორის დავდე აი ეს მეტეხის ვალდებულება და დღევანდელი ქარტია ერთმანეთის გვერდით და პრაქტიკულად ეს მეტეხის ვალდებულება და ქარტია არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მხოლოდ და მხოლოდ წინადადებებია გადაადგილებული. აი მე დაგისახელეთ უკვე 3 დოკუმენტი, დაგისახელეთ მეოთხე დოკუმენტს, ეს არის ჩვენი პარტიის პროგრამა, სადაც რაც ამ ქარტიაში წერია, ჩვენი პარტიის პროგრამაში წერია და ბოლოს ჩვენი ქმედებებით 9 აპრილიდან დაწყებული ჩვენი მიტინგზე მონაწილეობით, ჩვენი ხალხის გვერდით დგომით,
ჩვენ დავადასტურეთ, რომ ერთგულნი ვართ, ერთი წმინდათა წმინდა ლოზუნგისა, რომელიც ქართული ხალხის მიერ არის დასმული. საქართველოსთან სააკაშვილი უნდა წავიდეს როგორც პოლიტიკოსი და ის არასოდეს აღარ უნდა დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკას. აი ამის მომხრეები ვართ ჩვენ და თუ თქვენ ტელევიზიას უნდა რომ ასე დავყოს ჩვენ არ შეუერთდით და სხვები შეუერთდნენ, ეს არ გამოვა. სხვათა შორის ბატონო ზალ მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ჩვენ შორის არის აზრთა სხვადასხვაობა და აზრთა სხვადასხვაობის დროს ჩვენ ერთმანეთს ხვდებით კულუარულად, ამ აზრებს ვაჯერებთ და სხვათა შორის გვაქვს ტელეკომპანიები, მაესტრო და კავკასია, სადაც ხანდახან პოლემიკაში შევდივართ ერთმანეთთან, ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიები, მაგრამ თქვენი ტელევიზიის საშუალებით მინდა განვაცხადო, არანაირი დაპირისპირება აი ამ ქარტიასთან ხელმომწერსა და არახელმომწერ პარტიებს შორის არ არსებობს. მეცაც გეტყვით. თუმცა მე არც მიხსენებია ბატონო სოსორო ეს დაპირისპირება, მე უბრალოდ არა, იცით რა არის ისმის საზოგადოებაში ზოგიერთი ჟურნალისტისგან ასეთი სიტყვები, რომ აი ზოგმა მოაწერა ხელი და ზოგმა არ მოაწერა ხელი. ეს არის ერთი და იგივეს გამეორება და ჩავთვალეთ ჩვენ რომ აღარ არის საჭირო კიდევ ზედმეტად დამტკიცება და ზედმეტად დაფიცება დეკლარაციებზე თუ ქარტიებზე იმ პრინციპებისა, რის ერთგულებით ჩვენ ყოველთვის ვიყავით. ისე რომ მოდით ბატონო ზალ სხვა თემებზე ვილაპარაკოთ, იმ თემებზე, რომელიც დღეს ჩვენ საზოგადოებას ტკივა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის აქედან წასვლა, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან მოცილება. აი ამაზე ვილაპარაკოთ და იმაზე ვილაპარაკოთ, თუ დღეს კიდევ ერთხელ სამეგრელოდან წალენჯი ხაიყო თუ მარტვილი იყო არ მახსოვს, როგორ შეაყარა კიდევ ერთხელ ნაცარი თვალში სააკაშვილმა ქართულ ხალხს. ბატონო სოსო, მე მინდა მაინც ქარტიის თემას დაუბრუნდე და ერთი კითხვა დაგისვათ ამას დაკავშირებით. ლეიბორისტულ პარტიას არასოდეს არ დაუმალავს თავისი პოზიცია ნატოს მიმართ. თუმცა მე აქვე მინდა შეგახსენოთ იმ პლებისციტის შედეგი, რომელიც საქართველოს ჩატარდა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭერა ალიანსში გაწევრიანებას. როგორ ფიქრობთ, ლეიბორისტული პარტიის ასეთი პოზიცია ხო არ დააზარალებს თავად პარტიის იმიჯს, თუნდაც ამორჩევლების ან თუნდაც დასავლელი პარტნიორების თვალში? მინდა მოგახსენოთ, რომ ნატოს თემა ეს ისეთი თემაა, რომელსაც ლეიბორისტული პარტია არასოდეს არ ვიყავით საქართველოს ნატოში გაწევრიანების ესეთი თავგადაკრული და თავგადადებული მომხრეები და როდესაც ჩვენ ვაცხადებთ რომ გაყალბდა არჩევნები, ამავე დროს გაყალბდა პლებისციტი. ის 70 თუ 75%, რომელიც დაეწერა ნატოში მხარდამჭერებს, რომელიც თითქოს და დაფიქსირდა ნატოში მხარდამჭერებისგან, ესეც ბლეფია და ესეც ასე ვთქვათ გაყალბებულია ისევე როგორც ზოგადად არჩევნები. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, ჩვენ დღესაც თანახმავართ და დღესაც მზათავართ ნატოსთან ვიქონიოთ პარტნიორული ურთიერთობა, არ ვეწინააღმდეგებოდით აი ახლა ჩატარებულ ნატოს წვრთნებს, მაგრამ მას შემდეგ რაც აგვისტოში მოხდა ომი და მას შემდეგ რაც რუსეთმა ნატოს ზახილის შემდეგ მოახდინა საქართველოს დაშლა დანაწევრება სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ჩვენ სერიოზულად გადავხედეთ აი ამ თუნდაც დეკლარაცია უწოდოთ ხელისუფლების მიერ და ვამბობთ ნატოში მაინც არ გვებულობენ, მაპსაც არ გვაძლევენ, ჩვენ ხელგაწვდილი პოზიციით ავართ ნატოს მიმართ და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ურჩევნია გაზი მიიღოს რუსეთიდან იაფასად, ვიდრე საქართველოს დაუჭიროს მხარი და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, ჩვენ უნდა თავი დავანებოთ ნატოს ძახილს, ამავე დროს ესენგედანაც უნდა გამოვიდეთ და ჩვენ უნდა ვიყოთ ეროვნული პოლიტიკის თანმიმდევრები, ჩვენ უნდა ვიყოთ მიუმხრობლობის პოლიტიკის გამტარებლები და ჩვენ უნდა ვესწრაფოთ ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც გარანტი იქნება საქართველოში როგორც დემოკრატიის ამაღლების, ასევე ცხოვრების დონის ამაღლების და ასევე ჩვენი დაცულობის. აი ესეთია ჩვენი პოზიცია, მაგრამ ერთი წუთით არ ჩათვალოთ, რომ ჩვენ დაუშვათ ჩვენს კოლეგებთან რაღაც განხეთქილება გვაქვს ნატოსთან მიმართებით. აი პირიქით ჩვენ გვიწერია ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრირება და ნატოსთან დაახლოება. კიდე გიმოვიდეს მათთან პარტნიორული ურთიერთობის წინააღმდეგი ჩვენ არა ვართ. მე ახლა აქციების თემას მინდა შევეხო. ლეიბორისტები დადიხართ აქციებზე, იღებულობთ მონაწილეობას, თუმცა არ ხართ აქციების ორგანიზატორები. გაჩნდა ერთობლივი დოკუმენტი, ლეიბორისტები ამ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ არ გინდათ თითქოს ბოლომდე ასოცირებული იყოთ ოპოზიციასთან. როგორ ფიქრობთ, ხომ არ აბნევს პარტიის ასეთი პოზიცია თქვენ მხარდამჭერებს? მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, კითხვა თქვენ დადიხართ თუ არა იმაზე რა ქვია მიტინგებზე და მონაწილეობთ თუ არა მიტინგებში, არასწორია, რადგანაც აი თქვენი გადაცემის ქუდი რომ გავიდა, იქ შალვა ნათელაშვილიც
კარგად გამოჩნდა. მიტინგებში რეგულარულად მონაწილეობთ, ამას არ უარყოფ, მაგრამ თქვენ არ ხართ აქციის ორგანიზატორებში. ჩვენ არა ვართ აქციის ორგანიზატორები, ისევე როგორც ჩვენ 10 მაისს, როდესაც ჯორჯ ბუშის ჩამოსვლის საწინააღმდეგო მიტინგი გავმართეთ, ჩვენ ვიყავით ორგანიზატორები, როდესაც კოლეჯიდან პატარა ბავშვები გამოყარეს, ჩვენ ვიყავით ორგანიზატორები, როდესაც საკასო აპარატებთან დაკავშირებით აგორდა მიტინგები, ჩვენ ვიყავით ორგანიზატორები და ჩვენ მაშინ გვეწეოდნენ ხოლმე ჩვენი კოლეგები, ოპოზიციონერები და ჩვენ მათ თავისუფლად უთმობდით მიკროფონს და ასე ვთქვათ ერთად ვიდექით. აქ მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის აქციის ორგანიზატორი. თავარია ჩვენ ვიზიარებთ თუ არა აქციის მთავარ ლოზუნგს და ჩვენ არამს თუ ვიზიარებთ, ჩვენ ამ ლოზუნგის ავტორები ვართ და ავტორები ვართ 1995 წლიდან, როდესაც ვეწინააღმდეგებოდით სააკაშვილის მოსვლას ხელისუფლებაში, ხოლო 2003 წლის 23 ნოემბრიდან უკვე საღამოდან, როდესაც გადადგა ედვარდ შევარდნაძე, უკვე ვიბრძოდით სააკაშვილის გადაყენებისათვის. ისე რომ ჩვენ ავტორები ვართ ამ ლოზუნგის და არამც თუ გამზიარებლები. ბატონო, მე მინდა ახლა წაგიკითხოთ ერთი ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც შალვა თელაშვილმა მისცა ერთ-ერთ ქართულ გაზეთს. მე ხა ციტატას წავიკითხა. ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიცია ჯერ კიდევ 2007 წლიდან ცდილობს, რომ სიტყვა არ მოგცეს. ტაშს ვერ იტანენ, რომელიც ჩვენ გვაქვს ხალხისგან, ალალი და გულწრფელი. ამ ტაშს დამსახურება უნდა, არ უნდა ირბინო მთავრობიდან ოპოზიციაში და ოპოზიციიდან მთავრობაში არ უნდა ივაჭრო და ხალხი დაგეკრავს ტაშს. მე შეგახსენებთ, ეს არის შალვა თელაშვილის ინტერვიუ, უბრალოდ ციტატა ამ ინტერვიუდან. ბატონო სოსო, რა მოხდა 26 მაისს? ჩვენ ვნახეთ კადრებში რა რეაქცია ჰქონდა ხალხს, როდესაც შალვა თელაშვილი მივიდა სტადიონზე. რატომ არ მისცეს მას სიტყვით გამოსვლის საშუალება? კი ბატონო, გეთანხმებით, ეს ასე მოხდა, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, რამდენი სახელოვანი და რამდენი დიდი ლიდერი გამოვიდა 26 მაისს მიტინგზე, აქციაზე და მიმართა ხალხს სიტყვით. მე სხვათა შორის რომ ვაკვირდები აი ამ გამოსვლელთა სიას, ჩემთვის მით უმეტეს ამ ფონზე შალვა თელაშვილი აუცილებლად გამოსულიყო ალბათ. კი ბატონო, იცით რა, არ ქონდა შალვა თელაშვილს მაინც და მაინც პრობლემა ხალხთან გამოსვლისა, იმიტომ რომ ხალხთან ჩვენ კონტაქტი ყოველთვის აგვაქვს, აი თუნდაც დღევანდელი თქვენი ეთერი, თქვენი ტელევიზიის საშუალებით ხალხთან კონტაქტის შესანიშნავი საშუალებაა. ჩვენ ახლა იქ აქციაზე სიტყვით გამოვიდოდით, თუ არ გამოვიდოდით, ამას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა. თვითონ ხალხის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მას უნდოდა შალვა თელაშვილისთვის მოსმენა და როდესაც გამოვედით სტადიონიდან, განმარტებებს ვთხოვდა მე და ჩემს კოლეგებს ხალხი, რომ რატომ არ გამოვიდა შალვა სიტყვით. ხალხმა ჩათვალა, რომ შალვამ თვითონ არის სურვა სიტყვით გამოსვლა და აი ამის გამო დაგვიდა ეხლა თქვენი ინტერვიუ იყო დაწერილი, სადაც უკმაყოფილებას არ მალავდით, რომ შალვა თელაშვილს არ მიეცა. ხო, მოგახსენებთ, გეუბნებით იმასთან დაკავშირებით, რომ იმდენი სახელოვანი ლიდერი გამოვიდა იმ დღეს მიტინგზე და როდესაც გადავავლე თვალი, ხანდახან ჩემთვის ვფიქრობდი, აი რომლისთვის შეიძლებოდა წაგერთმია სიტყვა და შალვა თელაშვილი ჩაგესვა იქ. ნონა გაფრინდაშვილი, ნინელი ჭანგვეტაძე, დავით ბერძენიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, ვერცერთს ვერ შეზღუდავდი და ვერ ჩასვავდი შალვა თელაშვილს. როგორც ჩანს, არ იყო ამის საშუალება, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა უკმაყოფილონი დავრჩით და ჩვენ საგაზეთო ინტერვიუებში, ჩვენს კულუარულ შეხვედრებში, ჩვენს კოლეგებთან, ოპოზიციონერებთან ამაზე საუბარი გვაქვს, მაგრამ თქვენს ეთერში ამის გარკვევის დრო და ადგილი არ არის. მე მინდა ყველაზე მთავარი განვაცხადო თქვენს ეთერში დღევანდელი თავხედური გამოსვლა მიხეილ სააკაშვილისა წალენჯიხაში, რომელსაც ერთხელ თვალში ნაცარი შეაყარა, მოატყუა და თბილისისკენ დაძრა წალენჯიხელები, დღესაც შეაყარა თვალში ნაცარი და რა განაცხადა არ იკითხავთ? მე ჩემი მთავრობა შევარჩია ჯერ თქვა კორუმპირებულობის ნიშნითო. მერე შეასწორა წამოსდა სიმართლე. მერე შეასწორა არაკორუმპირებულობის ნიშნითო. ვინ არის არაკორუმპირებული? კორუმპირებულობის სიმბოლო გიგი უგულავაა არაკორუმპირებული, რომელმაც რამოდენიმე ხნის წინ საკუთარი ყოფილი მეუღლისათვის $250,000 ბინა შეიძინა. ხელფასით აქვს გიგი უგულავას ეს ბინის ფული ნაშოვნი. თუ ცეზარ ჩოჩელი ბანდიტი, რომელმაც 30 მილიონად ცოტა ხნის წინ გერმანიაში სასახლე იყიდა, ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც წინასწარ იცოდა, რომ ახალგორის ოკუპაცია მოხდებოდა, მან თავისი მრავალათასიანი ნახირი გადადენა დუშეთის რაიონში, გადამალა, დაცალა თავისი სახლები, შეატოვა ახალგორის მოსახლეობა მტერს და ისე გამოიქცა იქიდან და დღეს ახალგორელები ეუბნებიან გადმოგვირიცხეთ პედაგოგების ხელფასი, გადმოგვირიცხეთ ექიმების ხელფასი და იცით ჩოჩელი რას ეუბნება? დაანებეთ თავი ახალგორს, წამოდით და წეროვანში იცხოვრეთო აი ქოხებშიო. ქართველი მოსახლეობისგან უნდა ჩოჩელს რომ დაცალოს. ეს არის არაკორუმპირებული ხელისუფლება და ბოლოს თვითონ სააკაშვილის ოჯახზე მინდა ვთქვა, მისი ძმები არიან
უზარმაზარი ნავთობკომპანიების ვისოლის და სოკარის ფლობელები, მისი ძმები არიან სადაზღვევო კომპანიების ფლობელები, ბიძამისი არის თბილისის და ბათუმის აეროპორტის ფლობელი, რაუფლებით არის ბიძამისი თემურ ალასანია, კვარციკის ოქროს საბადოს ფლობელი, რაუფლებით არის ქალბატონი გიული ალასანია, ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ფლობელი, რაუფლებით არის მისი მამა მიხეილ სააკაშვილი, ბალნეოლოგიური კურორტის ფლობელი. სააკაშვილებას შეჭამეს მთელი საქართველო და აქ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, თუ რომელიღაც დეკლარაციაზე ჩვენ ხელს ვაწერთ, თუ არ ვაწერთ. ჩათვალეთ ახლა ზეპირ განცხადებად, რომ უერთდებით ამ დეკლარაციას, იმიტომ რომ იქ არის ფუძემდებლური პრინციპები, რომელიც ჩვენი პარტიის პროგრამაში წერია, საქართველოს კონსტიტუციაში წერია და მთელი ჩვენი მოღვაწეობა ემსახურება იმას, რომ აი ამ ქარტიაში ჩაწერილი ფუძემდებლური დებულებები შევასრულოთ. დიდი მადლობა ბატონო სოსო, ასეთი იყო ლეიბორისტების პოზიცია პირდაპირ ეთერში სოსო შატბერაშვილი საუბრობდა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი საღამოშობისა ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა რომ მობრძანდით გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ზურაბ, სიმართლეს გეტყვით რომ ჩვენი საუბრის დაწყებას მიმდინარე პოლიტიკური თემებით ვაპირებთ, მაგრამ დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ არ შეიძლება რომ ჩვენი საუბარი ამ თემით არ დავიწყო და პირველ რიგში ალბათ მოვისმინოთ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება და შემდეგ ამოვისმინოთ საუბარი. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობიდან გაშვების, მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ შემეპარა ეჭვი იმ მომენტში მის ეფექტურობაში და კეთილსინდისიერებაში. და სამწუხაროდ, რაც უფრო დრო გავიდა და ეს იყო ალბათ ჩემი შეცდომა დროზე ვერ აღმოვაჩინეთ, განსხვავებით ზოგიერთ სხვა თანამდებობის პირისგან, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ძნელი არის, ძნელია, როცა ადამიანი მოდის და თვალებში გიყურებს და გეუბნება, რომ ეს ასია, მუდმივად ის გადაამოწმა. მით უმეტეს, როცა არის ამხელა თანამდებობის პირი. და რა თქმა უნდა, ალბათ ეს იყო ჩემი შეცდომა. მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ რაღაც პრობლემებია, გავუშვით. სამწუხაროდ მას აქვს ძალიან ბევრი ფული დღეს. სამწუხაროდ მე მინდა ვაღიარო, რომ ალბათ ეს ფული არის მათ შორის ჩემი პრეზიდენტობის დროს გაკეთებული. და სამწუხაროდ ეს არის ერთ-ერთი მძიმე განცდა, რომელიც მე მაქვს, რომ ჩემ დროს, მაშინ როცა ჩვენ ყველანი თქვენთან ერთად ვცდილობთ, რომ ქვეყანა ფეხზე დაგვეყენებია, ვიღაცის ეს იყო მეორადი ინტერესი და პირველადი ინტერესი იყო ჯიბის ფულის შეაყოფა ვიღაც კი არა თქვენ ჯიბეში და ამ ფულით საკუთარი თავის გამდიდრება იმისათვის, რომ მე პოლიტიკური პარტიები დაეფინანსებია და ჩვენ ვეშანტაჟებია და მე მინდა იცოდეს მანაც და ყველა დანარჩენმაც. ნუ რა ვიცი, ნუ აქ იმედი, რომ დღეს თუ გუშინ თუ მე ეს თავრობაში ვიყავი და იქიდან ხელს რაღაცა გამოვაყოლე და დღეს თავის თავს ოპოზიციას უწოდებ, ამის გამო თუ რამე კანონიერი იქნება და მე კიდევ ერთხელ მე არც პროკურორი ვარ და არც პოლიციელი და ეს არის კანონის საკითხი, თუ კანონი დაადგენს და აღმოაჩენს, რომ ეს ასია, ნუ რანაირი ილუზია ნუ გექნებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო უკან დაიხევს. ბატონო ზურაბ, ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დაახლოებით 2 საათის წინ გააკეთა, მაშ ასე რა ფული გააკეთა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობაში? ჯერ საინტერესოა რატომ გააკეთა სააკაშვილმა ეს განცხადება ახლა. მთავრობიდან წამოსული ვარ უკვე თითქმის 2 წელია და ოპოზიციაში მოუბრუნდი კიდევ თითქმის 1 წლის წინ. გასაგებია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მან კარგად დაინახა, ჩვენ გავძლიერდით საკმაოდ აჭარაში, გავძლიერდით გურიაში, სულ დადის ხოლმე აჭარაში, გურიაში, ხედავს ჩვენს ასე თქვა სტრუქტურების გაძლიერებას თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში. მან კარგად იცის, რომ ჩვენ მემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად, მან კარგად იცის, რომ სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენ ვიქნებით უკვე მზად ნებისმიერი არჩევნების მოსაგებად, მათ შორის ამ სისტემით და ამიტომ არის ისტერიკაში. ეს არის მისი დღევანდელი განცხადების მთავარი დედააზრი. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის საქმე საერთოდ შეფასებები არ არის. კონკრეტული საკუთრები დაიდოს პრეზიდენტის საქმე საერთოდ, ეს მინდა სწორად თქვა, პრეზიდენტის საქმე საერთოდ ზოგადი განცხადებები არ არის. ქვეყანა დღეს ისედაც მხოლოდ და მხოლოდ ბრიფინგებით და კამპანიით იმართება. პრეზიდენტს მთელი სტრუქტურები ხელში აქვს და შეუძლია ეს გამოძიება ყოველგვარი წინასწარი განცხადების გარეშე გააკეთოს. თუ ახლა სააკაშვილს გონია, ომის წამგებლად ჩარ სააკაშვილს რომ მე შემაშინებს, ძალიან ცდება. ძალიან ცდება თუ გონია რომ მე შემაშინებს და სხვა მხრივ მთელი სტრუქტურები მის ხელშია. ჩემი ზოგიერთი თანამოაზრე ისედაც ციხეშია, ჩვენ ამ რეჟიმს აუცილებლად მოვუღებთ ბოლოს.
ეს მინდოდა მხოლოდ ამასთან დაკავშირებით მეთქვა. ბატონო ზურაბ, თქვენ ფინანსებთ ჩვენ ვიმოქმედებთ არა კამპანიებით, არამედ ჩვენ ვიმოქმედებთ მათ შორის მის საათების კოლექციას გავყიდით აუქციონზე და მოვახმართ ამას ბავშვთა სახლებს. თქვენი ფინანსების თემა საერთოდ ხშირად მუსილებს ხოლმე. საერთოდ საინტერესოა ალბათ რა ფინანსებით ინახავთ თქვენს პარტიას. ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ მოსაზრება, რომ რაც დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს ადრეც ხშირად იყო ნათქვამი, რომ ნოღაიდელი ახლა იმ ფულს ხარჯავს, რომელიც მთავრობაში იშოვა. საიდან აქვს ფული ზურაბ ნოღაიდელს? მთავრობაში მე ფული არ მიშოვია. ამის შემოწმება და კიდევ ერთხელ მეუბნებ გამოძიებაც ძალიან ადვილია. ჰაერში მუშტების ქნება საჭირო ნამდვილად არ არის და ვერავინ მე ვერ შემაშინებს. მე მქონდა ძალიან კარგი ანაზღაურება შარშან ბიზნესში. ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუკეთესო ხელფასი ალბათ საქართველოს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება. ჩემი ყველა შემოსავალი დეკლარირებულია, მე ამის არ მეშინია და ყველა იმ შემოსავალს, რომელიც მე მივიღე, აუცილებლად მოვახმარ სააკაშვილის რეჟიმის ჩამოგდებას. ბატონო ზურაბ, თქვენი ოპონენტების ერთი ნაწილი მეგულისხმობ ოპოზიციის მხრიდან ოპონენტების იმ ნაწილს, რომ ნინო ბურჯანაძე მომხიბლელი იმითაც იყო აქციის ორგანიზატორებისთვის, რომ მას საკუთარი ფინანსები ჰქონდა. თქვენ რამდენადაც ვიცი აქციებზე ფული არ დაგიხარჯავთ. თუ შემოგთავაზეს კონკრეტულად რომ დაგეფინანსებინათ აქციები? ჩვენს ხვისი აქციები რატომ უნდა დაგვეფინანსებინა ზავა? ჩვენ ვაფინანსებთ ჩვენს მოქმედებას. ჩვენი დაფინანსების წყარო მარტო ჩემი შარშანდელი შემოსავალი არ არის, ჩვენ უამრავი ადამიანი გვიჭერს მხარს, ახლა ბუნებრივია ამ ადამიანებზე საუბარს არ ვაპირებ დღეს, ამის დროც მოვა, როდესაც მათ მადლობა უნდა უთხრათ და ვეტყვით კიდეც მათ მადლობას, მაგრამ თქვენს კითხვაზე პასუხი მარტივია, ჩვენ ვაფინანსებთ ჩვენს მოქმედებებს, ხვის აქციებს შეიძლება დავაფინანსებთ. ბატონო ზურაბ, ახლა მე მაქვს ხელს ერთი დოკუმენტი, ეს არის საქართველოს მთავრობის განკარგულება 24 თებერვალი 2005 წლის. ამ დოკუმენტზე გია თორთლაძე საუბრობდა ცოტა ხნის წინ. სადაც არის საუბარი, რომ ნინო ბურჯანაძის მამას თქვენ ჩამოაწერეთ 11 მილიონიანი დავალიანება. რატომ გაკეთდა ეს? ნინო ბურჯანაძის მამას კი არა, ჩვენ ჩამოვაწერეთ ეს დავალიანება პროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას, რომლის ხელმძღვანელიც მანამდე ბუნებრივია ეს საიდუმლო არ არის, ნინო ბურჯანაძის მამა იყო, ბაბა მანზურ ბურჯანაძე და ჩამოვაწერეთ იმიტომ, რომ ეს იყო უიმედოვალი და უიმედოვალებს სახელმწიფო ჩამოაწერს ხოლმე იმ კორპორაციებს, რომელიც გაუქმებულია. ეს იყო სახელმწიფო კორპორაცია, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და მე ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი ხელმოწერა, თავიდან ბოლომდე ვაგებ პასუხს. ანზურ ბურჯანაძე რომ არ ყოფილიყო ამ კომპანიის ხელმძღვანელი, მაინც ჩამოეჭრებოდა ვალი? ბუნებრივია. კი არ ჩამოეჭრა ვალი, ჩამოეწერა ვალი, იმიტომ ეს იყო უიმედო ვალი, ამ ვალის დაბრუნების ვარიანტი არ არსებობდა. მე მგონი ჯობს რომ ჩვენ დღევანდელ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბროთ, ამაზე გია თორთლაძე მიმსჯელოს, განიხილოს, დეტალურად შეისწავლოს და რაც უნდა ის გააკეთოს. ბატონო ზურაბ, თქვენი პრემიერობის პერიოდში არმიის ეს საინტერესოა, ესე იგი თუ ამდენი ხნის განმავლობაში გია თორთლაძე, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი ეძებენ კომპრომატებს ჩემზე და მხოლოდ ესეთი დოკუმენტი აღმოაჩინეს სასაცილო და ამ დოკუმენტზე გია თორთლაძე ხომალა გააკეთა განცხადება, მე უბრალოდ ჩვენ მოვითხოვეთ რომ უბრალოდ გვენახარა დოკუმენტი იყო. თქვენი პრემიერის პერიოდში არმიის დაფინანსება მუდმივად იზრდებოდა, პრაქტიკულად რეკორდულ თანხას მიაღწია მაშინ საქართველოს შეერაგებული ძალების დაფინანსება. ახლა თქვენ აცხადებთ, რომ არმიის ბიუჯეტი უნდა განახორციელდეს. რატომ? ორნახევარჯერ უნდა შემცირდეს. დღეს არმიის დაფინანსება ომის შემდეგ უაზროა. 960 მილიონი ლარი თითქმის ეკონომიკის 4.5% ხარჯება ჯარზე. შეიძლება მაშინაც არ ჰქონდა დიდი აზრი. მაშინ ბევრად უფრო მეტი აზრი ჰქონდა, იმიტომ რომ მაშინ არმია ფეხზე უნდა დაგვეყენებინა და ბუნებრივია მე არასდროს არ მინდა საქართველოს ყავდეს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ან საერთოდ მთავრობის წევრი ან თუნდაც პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებაზე და არმიის ფეხზე დაყენებაზე არ იფიქრებს, მაგრამ დღეს ომით ტერიტორიების გაერთიანება დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა აგვისტოს ომით, მოიხსნა სააკაშვილის უგუნური და ლაჩრული მოქმედებები, ამიტომ დღეს არმიის დაფინანსება კი არ არის ეს არმიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დაფინანსება, ეს თავიდან ბოლომდე ხელისუფლების შენარჩუნების ხარჯებია მხოლოდ და მხოლოდ. ეს კეთდება იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში არმია გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საომრად. შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, ანუ და ციხეების სტრუქტურა ასევე ფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ. ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების ინფრასტრუქტურა და იმავდროულად ინგრევა ჩვენი ქვეყანა.
ქვეყანას სჭირდება ძლიერი არმია, ამისთვის საკმარისია კლიენტში და პროდუქტის 2% 400 მილიონი ლარი. დანარჩენი თანხა უნდა მოხმარდეს ეკონომიკას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეთ ეკონომიკური კრიზისიდან, დანარჩენი თანხა უნდა მოხმარდეს ჯანმრთელობას, ჯანმრთელობის დაცვას უფრო სწორად, განათლებას, იმიტომ რომ ჩვენ ყავდეს იმისათვის რომ ჩვენ ყავდეს ჯანმრთელი თაობები, იმისთვის რომ ჩვენ ყავდეს განათლებული მომავალი თაობა და რაც შეიძლება სწრაფად დადგეს ჩვენი ქვეყანა ფეხზე. მაგრამ ახლა ამაზეც არაა საუბარი. ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფაზაში შედის, ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფაზაში შედის. ბიუჯეტი წლის ბოლომდე დააგდება დაახლოებით მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები და შემოდგომაზე ხელფასების და პენსიის გაცემა იქნება უკვე პრობლემა და დღეს აუცილებელია ბიუჯეტში სერიოზული ცვლილებების შეტანა იმისათვის რომ შემოდგომაზე პენსიების და ხელფასების დაფინანსება პრობლემა არ გახდეს. უნდა შეწყდეს ეს პოლიტიკური პროექტების დაფინანსება, ხელისუფლების შესანარჩუნებელი პროექტების დაფინანსება და უნდა მივხედოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის სოციალურ ამ ფონზე რამდენად გამართლებულია მოგების გადასახადის გაუქმება? თქვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ესეც არის, რომ მოგების გადასახადი გაუქმდეს. მოგების გადასახადის გაუქმება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაიძრას განვითარებისკენ, რაც შეიძლება სწრაფად წელს პრაქტიკულად უბრალოდ შარშანდელი ეკონომიკური შედეგების მიხედვით წელს პრაქტიკულად არც ერთ კომპანიას მოგება მაინც არ მიუღია, ეს ყველაზე უკეთესი დრო იქნებოდა მოგების გადასახადის გასაუქმებლად, მაგრამ მიდის ბევრი ვთქვათ კომპანიისგან წინასწარ გადასახადების ამოღება და შემოდგომაზე ამ მთავრობას სერიოზული პრობლემები ექნება. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ცოტა საკურველია თქვენი ასე წინააღმდება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თქვენ პრემიერობის პერიოდში საკმაოდ წინააღმდეგი იყავით ნებისმიერი სახით ლიბერალიზაციის საგადასახადო კოდექსის. ეს ასე არ არის, ჩემი ფინანსთა მინისტრობის და ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს არის მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გადასახადების შემცირებაზე და გაუქმებაზე და მე ვარ ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამონაწილე, მთავარი თანამონაწილე. ბატონ ზურაბ, თქვენ ლიბერალთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ შემოდგომაზე მზად იქნებით არჩევნების ზით ხელისუფლების შეასრულებლად და განახორციელოთ ისეთი ზეწოლა, რომელიც ამ ხელისუფლებას დაანგრევს და დაშლის. როგორია ზურაბ ნოღაიდელის გეგმა? ზურაბ ნოღაიდელის გეგმა არის ძალიან კონკრეტული. ჩვენ ვემზადებით სტრუქტურებით, დღეს მაგალითად დავასრულეთ თბილისში რაიონული ორგანიზაციების შექმნა კრწანისის რაიონში. ახლა ვიწყებთ უკვე აქციებს, აქცია გვექნება დიდუბეთ-ჩუღურეთში, შემდეგ ვაკე-საბურთალოში, შემდეგ მთაწმინდა კრწანისში. სექტემბრის დასაწყისისთვის ჩვენ ვიქნებით მზად სტრუქტურებით ყველგან საქართველოში, იმდენი ხალხით საჭიროა არჩევნების მოსაგებად და არჩევნების შედეგების შესანარჩუნებლად, იმიტომ ეს პრობლემაა საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ. ნებისმიერი სისტემით, ამ სისტემით თუ უფრო დემოკრატიული სისტემით აუცილებლად თუ არჩევნები არ იქნა. არადა ესაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის ქვეყანა შედის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფაზაში და ჩვენ გვაქვს არჩევანი პრაქტიკულად გასაკეთებელი არჩევნებს და სამოქალაქო დაპირისპირებას შორის. ახლა ეს არჩევანი ჩვენი გასაკეთებელი არ არის, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს სააკაშვილმა და ვნახოთ რას გააკეთებს. თუ შემოდგომის დასაწყისში არ არის დანიშნული არჩევნები, ჩვენ იძულებული ვიქნებით ისეთი ზეწოლა განვახორციელოთ ამ მთავრობაზე, რომ ვაიძულოთ მას დანიშნოს არჩევნები, ან რა სახის ზეწოლაზე საუბრობთ ბატონო ზურაბ? თქვენ არ გეგულობთ იმ აქციებში მონაწილეობას, რომელიც იმართება ფართომასშტაბიან აქციებში, რომელსაც ოპოზიცია მართავს. რა სახის ზეწოლაზე საუბრობთ? ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩვენ არ მონაწილეობთ ამ აქციებში, მაგრამ ჩვენ მივიღებთ იმ აქციებში, რომელიც დაგეგმილი იქნება უფრო მოფიქრებულად, უფრო გრძელვადიანად, უფრო თანმიმდევრულად. ბატონო ზურაბ, სააკაშვილი არც წავსვლელი არ არის, ამიტომ ჩვენ მას მაიძულებთ დანიშნოს არჩევნები ან წავიდეს. ჩვენი არჩევანი ბუნებრივი არის არჩევნები, იმიტომ რომ საქართველოს მომავალი უნდა განსაზღვროს საქართველოს თელმა მოსახლეობამ და არა მხოლოდ მისმა ნაწილმა, თუნდაც აქტიურმა და თუნდაც ყველაზე ჭკვიანმა ნაწილმა, საქართველოს მომავალი უნდა განსაზღვროს საქართველოს თელმა მოსახლეობამ და არჩევნებია მხოლოდ შესაძლებელი ერთადერთი შესაძლებელი მექანიზმი. ცნობილია, რომ 9 აპრილის წინადღეებში თქვენ ეროვნულმა ფორუმმა შემოგითვალათ, რომ არ მისულიყავით რუსთავაზე დაერგულ მიტინგებზე, 100-ია თუ არა ეს? ჩვენ ვართ ნორმალურ ურთიერთობაში პრაქტიკულად ყველა იმ პარტიასთან, რომელიც არის 9 აპრილის ორგანიზატორი, თუმცა ვთქვათ მეტნაკლებად შეიძლება ასე ითქვას, ამაზე საუბარიც იყო, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ხა ჩვენი მისვლაში ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლიდა და ზალ პირდაპირ მინდა ეს გითხრათ, რომ ჩვენ აღარ ვაპირებდით ამ აქციებში მონაწილეობის მიღებას და ამიტომ არც მივედით. ჩვენი არჩევანი სწორად მოიქეცით თუ არა? ნინო ბურჯანაძესაც დაუსტვინეს, როდესაც მივიდა აქციაზე და თუმცა სულ ცოტა ხანში ნინო ბურჯანაძე ბოდიში მოიხადა და ახლა ეს ერთ-ერთი წამყვანი ძალა ოპოზიციაში. ხომ არ დაუშვით ტაქტიკური შეცდომა?
ჩვენთან შეიძლება კითხვები იყოს 9 აპრილს ან 10 აპრილს, რატომ არ მონაწილეობდით ამ აქციებში, სულ უფრო და უფრო ნაკლებია ეს კითხვა და სექტემბერში ეს კითხვები საერთოდ არ იქნება. ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენმა გეგმამ გაამართლა, მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენს გადაწყვეტილება მივიღებთ. ჩვენ შემოდგომაზე ვიქნებით მზად, შემოდგომის დასაწყისში ვიქნებით მზად სერიოზული ბრძოლისთვის და ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ. ამის ყველაზე მთავარი ინდიკატორი სააკაშვილია, მისი დღევანდელი განცხადება, მას სერიოზულად ეშინია ჩვენი, სწორადაც ეშინია, ჩვენ მას ბოლოს მოვუხებთ. ბატონო ზურაბ, ალიანსი საქართველოსათვის დაიშალა, გია მაისაშვილმა დატოვა ალიანსი და ამის მიზეზად თქვენ დაგასახელათ, რომ ის კონსულტაციები, რომლებიც დაწყებულია თქვენთან და ალიანსის წევრებს შორის. როგორ ფიქრობთ, რატომ ხართ მიუღებელი ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის? გია მაისაშვილისთვის ამოთქვენ, გია მაისაშვილი არ არის, ეს პირდაპირ თქვა. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენ კონსულტაციებს არ ვაწარმოებთ არავისთან, ყოველ შემთხვევაში გაერთიანებაზე, ჩვენ საუბრობთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში, მაგრამ გაერთიანებაზე ჩვენ არავისთან მოლაპარაკებებს ჯერჯერობით არ ვაწარმოებთ. ანუ როდესაც დავიწყებთ ამ მოლაპარაკებებს საზოგადოება ამის შესახებ. ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარტო თამაშის პერიოდი დამთავრდება თქვენს პარტიაში და შეიძლება ვინმესთან კოალიციაში ვნახოთ? შესაძლებელია, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არჩევნები დღის წესრიგში არ არის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ ყველასთან, მაგრამ გაერთიანებას ჯერ არავისთან არ ვსაუბრობთ, ამიტომ ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ბატონო ზურაბ, და კიდევ ერთი შეკითხვა. კონკრეტულად რომელ არჩევნებს დათანხმდებით თქვენ? შემოდგომაზე ჩვენ ვიქნებით მზად მოვიგოთ ნებისმიერი არჩევნები საქართველოში. ნებისმიერი სისტემით, ნებისმიერი წინააღმდეგობის პირობებში ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ და შედეგსაც დავიცავთ. ნებისმიერ ტიპის არის საპარლამენტო არჩევნებსაც გულისხმობთ? ჩვენ ამისთვის ვიქნებით მზად და ჩვენას დავთანხმდებით არას არ ამას განსაზღვრავთ შემოდგომაზე. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, პოზიციის სტუმარი გახდათ, ზურაბ ნოღაიდელი. ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდებით. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. კიდევ ერთი შეთავაზება აქციის ორგანიზატორებს და პასუხი ხელისუფლებას. მოლაპარაკებების რა ახალ ფორმატს თავაზობს მართველი გუნდი ოპონენტებს. ბოლო დღეების განმავლობაში პრაქტიკულად არანაირი მინიშნებაც კი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა შესაძლო შეხვედრაზე. თუ ოპოზიციას აღელვებს ქართული ეკონომიკის პრობლემები, უზრუნველყოთ ანტიკრიზისული ფორმატით მათი შეხვედრა პრემიერთან. ანუ ჩვენ მზად ვართ საუბრიდან გადავიდეთ საქმეზე. დაწინააღმდეგებს წარადგენს ხელისუფლება თუ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგება, როდემდე არ იმუშავებს საქართველოს პარლამენტი და როდემდე გაგრძელდება ნერვების ომი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. ოპოზიცია უნდა წამოვიდეს რეალურ შემოთავაზებებზე, რომ შევცვალოთ ერთად კონსტიტუცია. დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ისინი ჩვენი ოპონენტები არიან ხვალ, მათ აქვს შანსი. პოლიციის სტუდიაში დღეს ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. პოზიცია პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ახლა მართველი გუნდის პოზიციას მიხეილ მაჭავარიანი წარმოგვიდგენს. საღამოშიდობისა ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა მოგბრძანებისათვის. და მე ისევ მინდა დავიწყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებით, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის მუშაობის პერიოდს ეხება მთავრობაში. ბატონო მიხეილ, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რაზე საუბრობდა დღეს პრეზიდენტი, თუ გაქვთ უფრო კონკრეტ, თუ შეიძლება უფრო დაგვიკონკრეტოთ? მე ვერ გეტყვით, ეს იყო ჩვეულებრივი შეხედვა ამ მრჩეველთან მოსახლეობასთან მარტოში გაიხსნა ჩაის გამონამუშავებელი ქარხანა. ესეთი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობის დროს ჩვენ ხელისუფლება ძალიან სათულთად ვექცევით ყველა იმ ახალ საწარმოს, ყველა იმ ახალ სამუშაო ადგილს, რომელიც იქნება ჩვენ ქვეყანაში. ინვესტორმა გახსნა ქარხანა მარტულში, ჩაი მოგეხსენებათ რა თემა არის დასავლეთ საქართველოსთვის, კერძოდ სამეგრელოსთვის, გურიისთვის, აჭარისთვის. ამიტომ ამ ქარხანაში იყო შეხვედრაზე პრეზიდენტი, მის მიმართ იყო კითხვები მის ყოფილ თანაგუნდელებზე და პრეზიდენტმა გასცა ის პასუხი, რომელიც მან ჩათვალა საჭიროდ. კარგით, ბატონო მიხეილ, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეხვედრისთვის მზად არის მხოლოდ პრეზიდენტთან. გუშინ დავით ბაქრაძემ გააკეთა ახალი განცხადება, სადაც მან მოუწოდა ოპოზიციას, რომ ეკონომიკურ გუნდს შეხვდეს, კერძოდ კი პრემიერს. თუმცა ამ შემთხვევაში ოპოზიცია პოლიტიკურ საკითხებს აყენებს, რომელსაც პრემიერი ვერ წყვიტავს. რატომ შესთავაზეს ახალი ფორმატი დიალოგის? ერთი არის რაც გაზალიკო გადიოდა თქვენ რეკლამაში და ერთი არის რაც განცხადება იყო პარლამენტის თავმჯდომარის. თავიდან ვთქვათ, რომ ძალიან სწორია და გაიხსენეთ, ეს ორი თვე დასჭირდა ფაქტიურად, რომ ოპოზიციის ძირითად ნაწილს, ყოველ შემთხვევაში საჯარო განცხადებებში, ნაწილს ოპოზიციის დაეფიქსირებია, რომ ერთადერთი გზა არის დიალოგი. გაიხსენეთ რა რეაქცია ჰქონდა ოპოზიციის სხვა წევრებს დიალოგთან დაკავშირებით.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველი შეხვედრა შედგა პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შემდეგ შედგა შეხვედრა პრეზიდენტთან, სამწუხაროდ იქიდან ოპოზიცია გამოვიდა უკმაყოფილო, მაგრამ ხელისუფლებამ განაცხადა ზალიკო რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ჩვენ ვხედავთ რომ იმ საზოგადოებას რომელიც უკმაყოფილოა, რომელიც გაბრაზებულია, ნაწილი მათი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, ნაწილი არ გამოვიდა, მაგრამ ამ ადამიანებს უნდათ კონკრეტული საქმეების კეთება. დღეს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ერთ-ერთი გზა ამისი არის ინსტიტუციონალური რეფორმა. ინსტიტუციონალური რეფორმა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევქმნათ დასავლური ტიპის, ევროპული ტიპის სახელმწიფო. ჭირდება ქვეყანას უფრო მეტად დაბალანსებული ხელისუფლების შტოები, გავაკეთოთ ეს. ჭირდება უფრო მეტად ძლიერი პარლამენტი, ჭირდება საპარლამენტო მთავრობა, ჭირდება პრეზიდენტის ძალაუფლება, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული სასამართლო რეფორმის კონკრეტული ვადები. მოდით გავაკეთოთ ეს და ამის ერთადერთი გზა არის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც დაიწყო და ხელისუფლებამ განაცხადა. ამ შემთხვევაში ოპოზიციის არგუმენტი ხელისუფლებამ განაცხადა, დროის გაწევა იქნებოდა მაშინ, რომ ჩვენ ეს გველაპარაკა და არ გაგვეკეთებია. 11 მაისის მერე, დღეს არის 5 ივნისი. ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები, ვთქვით რომ ოპოზიციამ წარმოადგინოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, წარმოდგენილია კანდიდატურა, რომელიც ვერ იწვევს ეჭვს და კითხვის ნიშანსაც კი ვერ სვამს ვერავინ. ერთადერთი რაც არის, იქნება არ დათანხმდეს და არ იმუშაოსო. რომ ეს ადამიანი და ის ჯგუფი ექსპერტები შექმნიან რეალურ კარგ კონსტიტუციას, რომელიც იქნება განჯის საგანი, მაგრამ რასაც ვეთანხმები ჩემს ოპონენტებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ამაშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა. დიალოგისთვის კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ დიალოგი იმართებოდეს კონკრეტულ საკითხებზე. მეორე საკითხი ზალიკო არის საარჩევნო კოდექსი. აქ საუბარი რაზე იყო რა? ჩვენ არ მოგწონს შარშანდელი არჩევნების შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი არჩევნებიც იყო რიგარეში არჩევნები. გაიხსენეს 7 ნოემბრის აქციები, ნოემბრის აქციების პირველი мотиваცია იყო ჩატარდეს არჩევნები გაზაფხულზე და არა შემოდგომაზე. მაშინ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, იმიტომ რომ პრეზიდენტი წარდგა თავისი ამომრჩევლების წინაშე, თავის ხალხის წინაშე ხელახანი მანდატის მოსაპოვებლად და ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგები არ მოეწონა ოპოზიციას, არ მოეწონა და სხვათა შორის აქ საუბარი იყო რომ რაღაცა მექანიზმები იქ მაშინ მე ასეთი საუბრები არ გამიგია. მაშინ თბილისის 2 რაიონი მოიგო ოპოზიციამ, მაგრამ დანარჩენი 8 რაიონი ისევე როგორც საქართველოს სხვა რაიონი წააგო. ეს დროში გაწეული პროცესია. არ ყოფილა არც ერთი დავა მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 50% და მეტი აიღეს მაჟორიტარულმა კანდიდატებმა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ აღარ იყოს საუბარი ზალიკო. რომ მე არ მომწონს არჩევნების შედეგები, იმიტომ რომ შენ საარჩევნო კოდექსი არ გივარგა. იმიტომ რომ მე არ მომწონს საარჩევნო სისტემა, არ მომწონს საარჩევნო სიები, არ მომწონს დაკომპლექტების წესი, ადმინისტრაციული. მოდით ერთად დავწეროთ ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომელზეც აღარ შემეკამათები და შენ წააგებ თუ მე წავაგებ, არ ვიტყვი რომ მე არ მომწონს არჩევნების შედეგები, იმიტომ რომ წავაგე არჩევნები. ამიტომ თავაზობთ, უნდა ითქვას რომ ერთ-ერთი აქტიური ვინც საუბრობს დიალოგზე არის ალასანია, ეს ძალიან გამოკვეთილია. მე ალასანიას ვამბობ და მის გუნდზე, იმიტომ რომ ალიანსში არ არის როგორც ჩანს ერთიანი, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავ და ჩვენ მზათა ვართ ყველა საკითხზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ეკონომიკას, ეს იყო ფრაგმენტი დათოს ინტერვიუდან დავით ბაქრაძის, იმიტომ რომ გაიხსენე ზალიკო, ჩვენ როცა საუბრობდით რომ არის რთული პრობლემები ეკონომიკაში, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს ჭირდებათ სამუშაო ადგილები, ეკონომიური კრიზისი ჭირდება ადეკვატური რეაგირება, მაშინ გვეუბნებოდნენ რომ გაეროში ხო არა ვართ, ხო ეკონომიური კრიზისზე გაეროში ვილაპარაკოთ. დღეს ეს პრობლემები ძალიან აქტუალურია. დღეს ჩვენ უნდა ძალიან ფრთხილად ვიყოთ, რომ არათუ არ დაიკარგოს არც ერთი სამუშაო ადგილი, როგორ ვეცადოთ იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილი. თქვენ თვლით რეალურად, რომ ის შეთავაზება, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ და რომელსაც რა დიალოგზეც იწვევთ ოპონენტებს, საკმარისია იმისთვის, რომ ქუჩის აქციები შეწყდეს? ჩვენ ოპონენტებს და ჩვენ კოლეგებს, ოპონენტებს და მოდი კოლეგებს დავარქვენ, ვესაუბრებით ყველა თემაზე ზალიკო. როდესაც იწყება დიალოგი, რას ნიშნავს ვესაუბრებით ყველა თემაზე? ყველა საკითხზე და ვუხსნით ამა თუ იმ საკითხის შესაძლებლობას ან შეუძლებლობას. როდესაც ჩვენ საუბრობთ და თქვენ საუბრობთ რიგარეში არჩევნებზე, თუ არ დაიწერა საარჩევნო კოდექსი, თუ არ შევთანხმდით საარჩევნო კოდექსზე, თუ არ შევთანხმდით იმ ინსტიტუციებზე, რომელიც იქნება ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ მოხდება ის, რაც მოხდა. იმიტომ რომ გაიხსენე 90-იანი წლები, როდესაც იგივე მოხდა, აირჩიეს პარლამენტი, აირჩიეს პრეზიდენტი, შემდეგ
შემოდგომაზე იყო ასეთი მოთხოვნა. აი, ოღონ არ იყოს ზვიად გამსახურდია და მერე რა იქნება არ მაინტერესებს. აი, მერე რა იქნება არ მაინტერესებს, მოგვიტანა ის, სადამდე ჩვენ დავდიოდით სამოქალაქო ომი დაპირისპირება დაკარგული ტერიტორიები. ოპოზიცია ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულ და მყისიერ გადაწყვეტილებებს იღებს, ვიდრე მუშაობა კომისიებში, ვინაიდან ეს შეიძლება 1 წელი გაგრძელდეს ბატონო მიხეილ მუშაობა. სამაგიეროდ ეს არის სახელმწიფოს სტაბილურობა. ჩვენ თუ არ როგორ წავიდეთ, ჩვენ რა გზით წავიდეთ, ჩვენ წავიდეთ იმ გზით, რომ ჩვენ სახელმწიფოები განმოვითაროთ, თუ წავიდეთ იმ გზით, რომ რაღაც პოლიტიკური მორიგება გავაკეთოთ. პოლიტიკური მორიგება იქნება, იმიტომ რომ ყოველ წელს არჩევნები, დანაც ძალიან სახიფათო ტრენდი წარმოიშვა. ომის წააგო ერთ-ერთი ომი კი არ წავაგეთ, იყო აგრესია, საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა უცხო ქვეყნის ჯარი, რუსული საოკუპაციო ჯარი და საქართველოს განახორციელა ქმედება, რომ დაეცვა თავისი ტერიტორია. და ეს რა სიგნალია? რომ წაყოლა ავანტიურის შენი მეზობელი იქნება თუ ოკუპანტი იქნება, აძლევს სიგნალს, რომ თუ შენ არ მოგეწონება ხელისუფლება, შემოდი, გააკეთე სამხედრო პროვოკაცია და მე 6 თვეში და 1 წელიწადში არჩევნებს დავნიშნავ. ეს იყო ხო მიზანი რუსეთის მიზანი რა იყო? რუსეთის მიზანი იყო რომ პროვოცირება, შემოჭრა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალა. და ჩვენ რას ვთავაზობთ, რო იცი რა, წაგებული ომია და ამიტომ შენ 6 თვეში არჩევნები უნდა ჩაატარო. და ეს ნიშნავს, რომ როგორც კი არ მოეწონება ნებისმიერ რეჟიმს, საქართველოში არსებული რეჟიმი, თუნდაც ახალი არჩევნების მერე როცა იქნება ეს არჩევნები, გააკეთებს სამხედრო პროვოკაციას და დღეს რა ვიზმეს აქ ილუზია, რომ ჩვენ რუსეთისნაირ ოკუპანტს გავუმკლავდებით, ჩვენ კიდე ბევრი გავაკეთეთ, რომ ეს ოკუპანტები თბილისში არ შემოვიდნენ, როცა ამის გეგმა არსებობდა. და გაუჩნდება ილუზია ისევ, რომ თუ მე ეს შევძელი 2009 წელში, ამას შევძებ ნებისმიერ წელს. შევალ გავაკეთებ სამხედრო ოკუპაციას და შემდეგ იქ გამოიძებნება პოლიტიკური ძალები, რომელიც დანიშნავენ ახალ არჩევნებს და აი ამ ხელისუფლებას მე ასე შევცვლი. ბატონო მიხეილ, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ მზად ხართ განისხილოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა გარდა წაყენებული ულტიმატუმისა. ნუ ულტიმატუმი გასაგებია, ეს არის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები და პრეზიდენტის გადაყენება. ამიტომ მოდით ასე დავსვავ კითხვას. თუ დადგება დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს უკვე აღარ არის ულტიმატუმის პირობა. მზად ხართ თუ არა განიხილოთ ეს წინადადება? ჩვენ დიალოგის პირობებში ვიხილავთ ნებისმიერ საკითხს. დიალოგი არის თემა, როდესაც ვერ აუგზავნო ადამიანს ტაბუს ვერ დაუდებ, რომ ამაზე ილაპარაკე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, აი რა არგუმენტებსაც მე ახლა თქვენ გიყალიბებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეს ადამიანები, ვისაც ესაუბრები, ამას ძალიან ადეკვატურად ღებულობენ. ერთია ეს განცხადებები, რომელიც წერდება საჯაროდ, ანუ მათი მხარდამჭერებისთვის, მათი ამომრჩევლისთვის და ერთია, რასაც ადამიანი შეუძლებელია ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე ისაუბრო მყისიერ გადაწყვეტილებებს. შეუძლებელია ისაუბრო, რომ ეხლა ოღონ ეს წავიდეს და მე ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა თემაზე, მათ შორის ვუხსნით ჩვენ ოპონენტებს, რომ ჩვენ წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ. ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის ნორმალური განვითარება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ინსტიტუტებზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ახალ საარჩევნო გარემოზე, უნდა ვისაუბროთ ეკონომიკაზე, იმიტომ რომ უმუშევრობის თემა, ის თემები, რომელიც უკავშირდება ქართულ ეკონომიკას, აი განსაკუთრებით აი ამ პირველ თვეებში, ძალიან მძიმე თვეებში. დახულ რეჟიმში მაინც თუ მართავთ კონსულტაციებს ოპოზიციასთან, არასაჯაროდ. როგორც წესი, ყველა შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია. არის რაღაც მოლაპარაკებები, რომელიც შეიძლება იყოს სატელეფონო საუბრები, მაგრამ ეს არის უბრალოდ მოსამზადებელი საკითხები. ჩვენ მე რაზე გეკითხებით, კონკრეტული თარიღი დაუშვათ მეორე რაუნდის მოლაპარაკებების დაწყების მეორე რაუნდს არ სახელდება. თქვენ არ ასახელოთ ყოველ შემთხვევაში. რა ნიშნავს ეს იმას, რომ რაღაც კონსულტაციები გადაიწყოს? მე არ მინდა რომ კლიშე შეიქმნას, რომ მეორე რაუნდი რაღაცა X თარიღი იქნება. ჩვენ 11 მაისის შემდეგ თქვით, რომ ჩვენი შეთავაზება არის ჩვენი ოპონენტების საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ჩვენ სათავართ ვისაუბროთ სასამართლო რეფორმაზე და ვხედავთ, რომ აქ არის ნაკლოვანებები და უნდა გამოვასწოროთ და დროში გავწეროთ, როდის მივიღებთ ნაფიც საჯულთა ინსტიტუტს, როდის მივიღებთ სასამართლოების 3 დღემდეშიო, ანუ მთელი სიცოცხლე დანიშნას და ყველა იმ საკითხს, რომელიც ოპონენტები აყენებენ ამას. მედია თავისუფლება, იცით რა, თქვენ გადაცემაში იყო თემა თითქოს აი მედიის პრობლემა. მე არ ვიცი, შეიძლება ისე გამომდის, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში თქვენ გადაცემაში სხვა არხებზე არასოდეს არ გამჩენია განცდა, რომ რომელიმე პოლიტიკოს აქვს პრობლემა ისაუბროს და ილაპარაკოს. პირიქით, თქვენ გადაცემაში 3 იყო ოპოზიცია და 1 არის ხელისუფლება.
მე რამე სხვა კონფიგურაციით ყოფილა თქვენი გადაცემა, როდესაც მართველი გუნდის წარმომადგენლები უფრო მეტი ყოფილან, ვიდრე ოპონენტები? ბატონო მიხეილ, მე მინდა რომ რამდენიმე თემა კიდევ ამოვწურო. ბოლომდე უნდა ვთქვა, იცი კლიშე არ უნდა დამკვიდრდეს, რომ თითქოს ეს ასია და всё, ამაზე არ შემეკამათო. არ არის იდეალური სიტუაცია, მაგრამ ის რაც არის დღეს ჯობია რაც იყო გუში. ბატონო მიხეილ, ოპოზიცია აცხადებს, რომ მედია თავისუფლებაზე ვსაუბრობ და არა სხვა თემებზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას პრაქტიკულად წაართვა თბილისი. რეალობა ასეთია, რომ მთავრობა ვერ შედის კანცელარიაში, პარლამენტი უკვე ყოველგვარი რეგლამენტის დარღვევით ორი თვე ვერ იკრებება და ვერ მუშაობს. ეს აქციები რომ კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მოდემდე უნდა იყოს ქვეყანა საკანონმდებლო ორგანოს გარეშე. კანცელარიაში მთავრობა ვერ შედის, არ არის სწორი. თქვენ შეგიძლიათ ტელევიზიით ნახოთ გუშინ იყო შეხვედრა გია ბარამიძის პიტერსენთან. კარგი, პარლამენტი არ არის. კი ბატონო, ესე იგი და თვითონ მთავრობის წევრების მუშაობა არ მუშაობა. პრემიერ ხო ფაქტურად ფინანსის სამინისტროში. მოდით კი ბატონო, მე პარლამენტი მერიაში. კი ბატონო, ყველაფერს გეტყვით, არაფერი დამალული, ტაბუირებული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამას ღიად ვაკეთებთ რა. მთავრობა მუშაობს, მთავრობის წევრები კონკრეტულ საქმეებს აკეთებენ და მედიის მეშვეობით ძალიან კარგად ჩანს და ძალიან რთული სიტუაცია, არ არის მარტივი სიტუაცია. არ არის ის წლები, როდესაც ეკონომიური აღმავლობა იყო მსოფლიოში და საქართველოში იყო ორნიშნა ეკონომიური ზრდა. არის საკმაოდ რთული პერიოდი და მთავრობას უწევს ძალიან ტემპში მუშაობა. პრემიერ-მინისტრი ზის ყოველ შემთხვევაში და მართავს პროცესებს, ის ფორმალურად არ არის შესული კანცელარიაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთავრობის პროცესები ჩვენ ვცდილობთ, რომ იმართებოდეს, მაგრამ ამავდროულად ზალიკო ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ოპონენტები რას ფიქრობენ იმაზე, რასაც ჩვენ ეკონომიკაში ვაკეთებთ. მაგრამ პარლამენტი ვერ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ სესია არ ტარდება. პარლამენტის კომიტეტებიც არ ყოფილა კვირა, რომ ჩვენ რაიმე კანონი, რომელიც შემოსულია კომიტეტებში არ განხილულიყო, არის პრობლემა საპარლამენტო სესიის, ნამდვილად არის ეს პრობლემა, ნამდვილად არის კანონები, ძალიან ბევრი კანონი, რომელიც ჭირდება საზოგადოებას, ერთ-ერთ მათგანზე იყო საუბარი, მაგალითად, დღევანდელ კურიერში, იგივე ეს შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, კერძოდ პროფესურას, რომელსაც გარკვეული ასაკი შეუსრულდა, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ პრობლემას მოვხსნით, ჩვენ ვაცნობიერებთ ამას, იგივე პატიმრობის კოდექსი, იგივე სისხლის სამართლის კოდექსი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ამ ფონზე 9 აპრილის შემდეგ ჩვენ ვერიდებოდით პარლამენტში შესვლას, რომ ამას არ მოყოლოდა ის დაპირისპირება, რომელიც იყო აი ამ აქედან რამოდენიმე მეტრში ტელევიზიასთან, სისხლის კორიდორი, კანცელარიაში და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვინდა გავამწვავოთ ეს პრობლემა. ჩვენ არ გვინდა გავამწვავოთ და ველოდებით იმ დროს, როდესაც ეს სიტუაცია მეტნაკლებად ჩაწყნარდება, ჩაქრება, რომ პარლამენტის მუშაობა არ გახდეს რაღაცა დაპირისპირების ახალი საკითხი. რა თქმა უნდა, პრობლემა გადასაწყვეტია და ალბათ ჩვენ ერთად უნდა მოვიფიქროთ, მათ შორის დიალოგის მაგიდასთან არ გამოვრიცხავ, რომ იყოს საუბარი ამ თემებზე. როდის გეგმავთ ან როდის აპირებთ, რომ დასხდეთ დიალოგის მაგიდასთან ოპოზიცია? ჩვენ მზად ვართ, ჩვენ მზად ვიყავით დღესაც, მზად ვართ ხვალაც და როგორც ჩანს, ჩვენგან უფრო ასეთი ქმედება არის საჭირო. ჩვენ დიალოგთან დაკავშირებით, მოდი ვთქვათ, რაზე ვსაუბრობთ დიალოგზე? საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით დაწყებულია ეს პროცესი და ვთხოვთ, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. ვსაუბრობთ საარჩევნო რეფორმაზე, 3 თვეა ჯგუფი მუშაობს, რაც ჩვენ ყველა ნიუანსი გავითვალისწინეთ, რომ არ ყოფილიყო გამაღიზიანებელი ჩვენი ოპონენტებისთვის. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი და იქ ხელმძღვანელი არ არსებობს, რომ მართველი პარტია წარმართავს პროცესს. და საარჩევნო პირველი გადაწყვეტილება, რაც საარჩევნო კოდექსზე მომუშავა ჯგუფმა მიიღო, რომ საარჩევნო სიები, რომელიც მუდმივად საგანია, აი ეს ითქვა დათო გამყრეძის მიერ, რომ 100.000 პირადობის მოწმობა დამზადდა. ჩვენ უთხარით ჩვენ კოლეგებს ოპოზიციაში, ვინც არის იქ წარმოდგენილი ამ ჯგუფში. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. მოდით აიღეთ ეს სიები და თქვენ იყავით მთავრები, ვინც შეამოწმებთ და თუ იპოვით იქ რამე პრობლემას, ჩვენ მზად ვართ ეს პრობლემა გავასურვოთ. იქნება საჭირო ამისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფა. მზად ვართ გამოვყოთ რესურსი, ფინანსური იქნება თუ სხვა ადმინისტრაციული რესურსი. ნებისმიერი საკითხი, საარჩევნო სისტემა იქნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ შევთანხმდით თავარ საკითხებზე, ნებისმიერი ჩატარებული არჩევნები დამთავრდება ისე, რომ მე არ მომწონს არჩევნების შედეგები და არ ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგებს. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, მაშასე მართველი გუნდი მზად არის ნებისმიერ დღეს შეხვდეს ოპოზიციას და დაიწყოს განაგრძოს დიალოგი.
ეს იყო პოზიცია დღეს, მადლობ ბატონო მიხეილ. მე მინდოდა ეკონომიკაზე ეკონომიკა სამწუხაროდ ჩვენ დრო უკვე აღარ დაგვჭება. იმიტომ რომ ეკონომიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულ გამოწვევები აქვს, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. და ეკონომიკის თემა არის მთავარი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ აქ გქონდეთ ანაზღაურება, იყო დღეს გავრცელებული სხვათა შორის ბატონო სოსომ გააკეთა არასწორი ტყუილი თქვა ფაქტიურად ხაზინაში საერთოდ ყველა ხელფასი, ყველა საპენსიო დავალიანება მიუხედავად აბსოლუტური მდგომარეობისა საქართველოში გასტუმრებულია და ეს პრობლემა ქვეყანას არ ემუქრება. ეს მინდა ვთქვა, მაგრამ პრობლემები არის. დიდი მადლობა. ნუ ვიფიქრეთ თავად და ამიტომ ჩვენი საფიქრალი არის ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფიქრი იმაზე, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ ამ ურთულეს სიტუაციაში, როდესაც სოფლიოში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და ამას ემატება ის ფონი, რომელიც არის ბოლო 2 თვის განმავლობაში შექმნილი საქართველოში. და ამაზე ღიად საუბრობენ სხვა შორის მეწარმეები, რომლებიც არ მალავენ თავის პოზიციას. გმადლობთ. პოზიციის სტუმარი გახლდათ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, მე გემშვიდობებით, მომავალ პარასკევს უკვე ამ სტუდიაში ნინო შუბლაძე დაბრუნდება. ნახვამდის.